საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად პროკურატურამ ბოლოს და ბოლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წერილები და მათ მიერ მიღებული გზავნილები გამოაქვეყნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალს წაუყურვა, იმიტომ რომ ეს დეტალი ძალიან ბევრ რამეს ეს ნათელს. აგიხსნით რას გულისხმობ? ჯერ მივყვეთ ფაქტებს ქრონოლოგიურად. 11 იანვარს დაახლოებით საღამოს 8 საათზე ორი მოსამართლის ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის საცხოვრებელ მისამართებზე თითქმის ერთდროულად მიდიან მათთვის უცნობი პირები და ოჯახის წევრებს უცხადებენ, რომ ისინი ფოსტის თანამშრომლები არიან და პირადად მოსამართლეებისთვის მიტანილი აქვს წერილები. ორივე მოსამართლემ იდენტური წერილი მიიღო, რომლის შინაარსაც მე შეგნებულად ახლა არ განვიხილავ და არ ჩაუღრმავდები, ვინაიდან ამ წერილების ავთენტურობის საკითხი სერიოზულ ეჭვებს აჩენს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ წერილის ბოლოს მითითებულია ავტორი D. საყვარელიძე. ხელმოწერა, რომლის შემოწმებაც ექსპერტიზით იქნებოდა მაგალითად შესაძლებელი, წერილს თანდართული არ აქვს. ამავე დღეს 11 იანვრის 23 საათსა და 23 წუთზე მოსამართლე ბესარიონ ალავიძის მობილურ ტელეფონში შედის მესიჯი უკრაინის კოდის მქონე ნომრიდან, თუმცა ალავიძის მობილურში მესიჯის ტექსტი არ იკითხება სავარაუდოდ შიფრების შეუთავსებლობის გამო, მაგრამ ზუსტად 6 წუთში 23 საათსა და 29 წუთზე უკვე მეორე მოსამართლის პაატა ქათამაძის მობილურზე შედის მესიჯი იგივე ნომრიდან, რომელშიც ნახსენებია ქათამაძისთვის გაგზავნილი წერილი. მე გამიზნულად არ ჩაუღრმავდები არც მესიჯის დეტალურ შინაარსს. მიღებული წერილებისა და მესიჯების შესახებ მოსამართლეები ერთობლივი განცხადებით ატყობინებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს. აი, აქ უკვე მივუახლოვდით იმ საინტერესო დეტალს, რომელზეც მე გითხარით და რომელზეც პროკურატურა არ ამახვილებს ყურადღებას და ეს ბუნებრივია არ არის შემთხვევითობა. ნახეთ, როგორ შეფასებას აძლევენ თავის განცხადებაში მოსამართლეები მიღებულ წერილებს. ჩვენ გავეცანით წერილებს და მათ შინაარსიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ამ წერილების გამოგზავნა შესაძლოა უკავშირდებოდეს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წარმოებაში არსებულ სამოუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეს. ჩვენი მოსაზრებით ზემოთ მოყვანილი გარემოებები შესაძლოა იყოს პროვოკაციის მცდელობა და აკვირდით პროვოკაციის მცდელობა და ემსახურებოდეს ჩვენს დისკრედიტაციას. მოსამართლეები არ საუბრობენ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე ან ქთამზე და ასე შემდეგ. მათი ვარაუდია, რომ მიღებული წერილები პროვოკაციისა და მათი დისკრედიტაციის მცდელობაა. იგივე სიმეორებს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეც მზია თოდუა, რომელიც ნინო გვენეტაძეს მიმართავს უკვე მოსამართლეების განცხადების შესახებ. და ის წერს: წარმოგიდგენთ განცხადებას დანართთან ერთად, რომელიც შესაძლოა უცნობი პირების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს უკავშირდებოდეს. კოლეგების მოსაზრებით წერილების შინაარსი შესაძლოა ემსახურებოდეს მათ დისკრედიტაციას. მესიჯების შინაარსის შესახებ კი მზია თოდუა ამბობს, რომ ის შესაძლოა უკავშირდებოდეს კოლეგებისთვის გაგზავნილ პროვოკაციული წერილების ავტორს. როდესაც მთელი ეს მასალა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემდე მიდის, ნინო გვენეტაძე დოკუმენტებს პროკურატურას უგზავნის, მაგრამ განმარტებაში უკვე პროვოკაციას და მოსამართლეების დისკრედიტაციას აღარ ახსენებს და ამბობს, რომ მოსამართლეთა ერთობლივი განცხადებები შესაძლოა მათ მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს უკავშირდება. ანუ მნიშვნელოვანი დეტალი პროვოკაციისა და დისკრედიტაციის შესახებ პროკურატურისგან მიმავალ გზაზე შეიძლება ითქვას დაიკარგა და რა მივიღეთ საბოლოოდ. პროკურატურის ხანგრძლივი დუმილი პირველ რიგში და ამასობაში ინტერნეტით გავრცელებული თითქოს და მიმოწერა საყვარელიძესა და სააკაშვილის შორის, შემდეგ გაყალბებული ჩანაწერი თითქოს და ადეიშვილისა და გვარამიას მონაწილეობით იმისათვის, რომ საზოგადოებაში წინასწარ ჩამოყალიბებულიყო აზრი მოსამართლეების მოსყიდვის მცდელობის შესახებ. და ბოლოს, სწორედ საზოგადოების მოთხოვნით პროკურატურა აქვეყნებს წერილებს და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მასალაში არ არის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსამართლეებისთვის გაგზავნილი წერილები და მესიჯები მართლაც დავით საყვარელიძეს ან ყოფილი ხელისუფლების რომელიმე სხვა წარმომადგენელს ეკუთვნის და კიდევ ერთხელ მე ხაზს უსვამ, პროკურატურა არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თავად მოსამართლეები ამ წერილებს პროვოკაციისა და მათი დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირებენ. მე რამდენიმე წუთში გადავალ სტუმრებთან იმისათვის, რომ ვისაუბროთ ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ მანამდე კიევიდან ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში დავით საყვარელიძე, რომელიც თითქოს და ავტორია იმ
წერილებისა, რომელიც მოსამართლეებმა მიიღეს. საღამოშობისა ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. გამარჯობა გიორგი. თქვენი სახელი სრულად დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. თქვენი სახელი არც არის მე ვთქვი სრულად მითითებული დ საყვარელიძე აწერია წერილებს. მოდით პირველ რიგში მითხარით საერთოდ თქვენ ოდესმე რაიმე სახით თუ გქონიათ კომუნიკაცია ან კომუნიკაციის მცდელობა ამ მოსამართლეებთან ბესარიონ ალავიძესთან და პაატა ქადაბაძესთან. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით რომ ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ის მდგომარეობა და ის ვითარება რა ვითარებაშიც აღმოჩნდა ჩემი სამშობლო. საქართველოს ჩემთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ ქვეყანა, არასოდეს ყოფილა პრივატიზების ობიექტი, როგორც ის არის ბიძინა ივანიშვილისთვის. არასოდეს ყოფილა ობიექტი და დუქანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, გამდიდრებისთვის. მე ვიყავი და ვრჩები ჩემი სამშობლო საქართველოს რიგი ჯარისკაცად და ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ რომ 2012 წლიდან მოყოლებული ტყუილებით მოსული ხელისუფლება ესეთ პრიმიტიულ დონემდე დაიყვანს და საქართველოს პოლიტიკას ზოგადად სამართალდაცვის სისტემას ზოგადად და საერთოდ ალბათ მეც იდიოტად თვლიან და სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც იდიოტებად მიიჩნევენ თუ გონიათ რომ აი ესეთ სისულელებს ხალხი დაიჯერებს და ესეთ სისულელებით გავლენ ფონს. თავიდან გამეცინა და რაღაც იგივორშიც გადავიტანე რომ შილდის არით მინდოდა მეთქი გამეგზავნა ეს წერილი. შემდეგ წერილებს გავატანე სუსის პოსტალიონებთან რომლებმაც ძალიან ცნობილი სიმღერით პოსტალიონის ღიღინით მიიტანეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან წერილი, რომელიც ველოდებოდა დ საყვარელიძის ასე ვთქვათ რეკვიზიტებით. ამაზე უამრავი ადამიანის ბოლოს ან ჰილარი კლინტონი, ესე იგი ჰილარი კლინტონის მიმართაც დაიწყოთ ალბათ გამოძიება. ამაზე უამრავი ადამიანის საუბრობს, რომ რა თქმა უნდა სასაცილოდ ჩანს ეს ყველაფერი და პირველ რიგში ამას რა თქმა უნდა თავად მოსამართლეები მიხვდნენ და მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ როდესაც მათ მიმართეს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს, მათ ხაზი გაუსვეს, არ უთქვამთ რომ მათზე ვიღაცა ზეწოლას ახორციელებდა სახელი და გვარის კი არ უხსენებიათ, მათ თქვენს რომ მათი ვარაუდით ადგილი აქვს პროვოკაციას და მათ დისკრედიტაციას. კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, თქვენ თუ გქონიათ ოდესმე კომუნიკაცია მოსამართლეებთან? არა, არ მქონია, არც ვიცნობ არც ერთ მათგანს. მოსამართლეები ინტელექტუალურად და გონებრივად უფრო განვითარებული ხალხია ზოგადად განსაკუთრებით უზენაეს მოსამართლეები ვიდრე ის ხალხი ვინც ამას ხზავს სამწუხაროდ ფიგურირებს მაინც ტრაგედია არის იმაში რომ ამ მოსამართლეებზე ალბათ სავარაუდოდ მართლაც ხორციელდებოდა ძალიან სერიოზული ზეწოლა ეს ხალხი ალბათ საბოლოო ჯამში ამით ყველაფრით შეწუხდა აპირებდნენ ალბათ განცხადების გაკეთებას და როგორც ჩანს აი უცებ ფართხაფურთხით შეთხზეს ესეთი სისულელე და ამით უნდათ რომ გადაიფარათ ეს მოვლენა და ბურთი გადმოეკდოთ ასე ვთქვათ სხვა მხარეს ამიტომ დაგიკავშირდნენ პროკურატურიდან ბატონ დავით არა ნუ არ დამკავშირებიან და ეხლა რაზე უნდა დამკავშირებოდნენ სასაცილოა ხო არ მკითხავდნენ წელი ხო არ გაგიზავნიათო სახეზე არის სამწუხაროდ ორგანიზებული დანაშაული უსინდისობასთან ერთად ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის ენით თუ ვილაპარაკებთ სისხლის სამართლის მასალების ფაბრიკაცია და სიყალბე და გაყალბება და ამაში სამწუხაროდ მონაწილეობს დღეს პროკურატურა, მონაწილეობს სუსი, მონაწილეობს შუშის სასახლე ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ამით ყველაფრით უნდათ მიაღწიონ იმას რომ რუსთავი ორი გადაინაცვლოს რუსთავი ორმა ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში ან კონტროლის ქვეშ მოსამართლეები რომლებიც ოდნავ მაინც წინააღმდეგობას გაუწევენ ამ გაწყვეტილებას აღეგავენ პირისაგან მიწისა და ნებისმიერი განსხვავებული აზრი საქართველოში გაქრეს. როდესაც თქვენ გაყალბებაზე საუბრობთ, სხვადასხვა დღეს ლაშა ნაცვლიშვილმა თავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ასევე გააკეთა ამ თემაზე კომენტარი და მან თქვენ გიწოდათ გამყალბებელი და თქვა რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს წერილები მასალია, თორემ მას ჯერა რომ თქვენ ასეთი ნაბიჯის გადამდგმელი ხართ და ამაში მისთვის გასაოცარი არაფერი არ არის. ნუ ძალიან საინტერესო სახელი და გვარი დაასახელეთ ახლა ჩემთვის. ნარკომანმა და მექტამედ აშა ნაცვლიშვილმა რომელიც არ ხიზდებოდა უშუალობის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ და ასევე კორუფციაზე და მექტაუმეობაზე გააგდეს იქედან არ ოპირებდი ამ ნაძირალის ხსენება საერთოდ მე ურჩევდი ეხა მაგის ვენებს და ტვინს უკვე აღარაფერი აღარ ეშველება მაგრამ პირი მაინც გამოირეცხოს ვიდრე ჩემს ახლას და გვარს ახსენებს ესეთი ადამიანი საერთოდ მაგრამ მოღალატეა და არ ოპირებდი ამის თქმას და უნდა ვთქვა თქვენ ეთერში იძულებული ვარ
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მისახაც და გვარს არ დავასახელებ, ალბათ თვითონ იტყვის და მოყვება ამის შესახებ. დაგიდასტურებთ, რომ კონკრეტულად ნარკომანი და მერტამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. მას შემდეგ რაც უკვე განაწყენებული და გაგდებული იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან რეჟიმზე და რამდენიმე მილიონი სანაცვლოდ შემოგთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა. ეს ძალიან სკანდალური პრობლემაა. დაადასტურებს ადრეთო გვერ. კიდევ ერთხელ გაიმეორე, ვინც მას შეხვდა სავარაუდოდ. ის გთავაზობდათ რამდენიმე მილიონად, რომ გეყიდათ ფარული ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილის. კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერები და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილის საუბრობდა საქართველოს მორალზე. სადაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა სხვებთან? თავად ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებდა ამ საუბრებში? მე როგორც მახსოვს, იქ მოასმინა კიდევაც რამდენიმე ჩანაწერი, სადაც ასე თქვა, ნიმუში სადაც ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერი იყო. მე არ მომისმენია მოისმინა ჩემო მეგობარმა, რომელიც დაადასტურებს ამას ყველაფერს. ვინ არის ეს მეგობარი შეგიძლია? რამდენადაც მაშინ ჩვენ მილიონები არ ქონდა და არც ახლა არა გვაქვს რომ გვეყიდა ეს ჩანაწერები, ნუ ამ ჩანაწერების ასე ვთქვათ რეალიზაცია ვერ მოხდა მაშინ. რა იყო რის შესახებ იყო საუბარი ამ ჩანაწერებში თქვენ ზოგადად მაინც თუ შეგიძლიათ გითხრათ? ჩემი ერთ-ერთი მეგობარი და წყარო ამ საუბრის და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ამას ყველაფერს ალბათ მე იმედი მაქვს რომ თვითონ მოყვება. მე უბრალოდ გულისხმობა რომ ესეთი ადამიანები როგორიც არიან ლაშა ნაცვლიშვილი, ნარკომანი და მერტამე, ქურდების ბუტასების ქურდი ფარცხალაძე, ბესელიები და ხაინდრავი მართავენ დღეს საქართველოს და პროკურატურას იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ჩვენ რუდუნებით ფაქტიურად და სულისბერვით 8 წლის განმავლობაში ვაშენეთ და გვინდოდა რომ როგორც ემსახურებოდი ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს გაგზელებულიყო იგივე სამსახური საზოგადოებისთვის და არა ბიძინა ივანიშვილის ერთი ახირებული ხეთამთრეველი ოლიგარქისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო დავით საყვარელიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ სხვა თემაზე დავიწყეთ საუბარი, თუმცა მოვისმინეთ ძალიან სკანდალური ბრალდება იმის შესახებ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ასევე იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე უკრაინაში იმისათვის, რომ გაეყიდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც ფიგურირებდა ბიძინა ივანიშვილი, თუმცა დავით საყვარელიძემ არ დააკონკრეტა რის შესახებ მიდიოდა ამ ჩანაწერებზე საუბარი, თუმცა თავისთავად ეს ძალიან ხმაურიანი განცხადება და ბრალდებაა. მე გადავდივარ ჩვენი სტუდიის სტუმრებთან, პირველი იქნება ნიკა გვარამია, რუსავიორის გენერალური დირექტორი, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ფიგურირებდა ამ ეგრეთ წოდებულ ჩანაწერებში, რომელმაც დაადასტურა, რომ დიახ, ჩანაწერებში სავარაუდოდ მისი ხმა, თუმცა დამონტაჟებული, დამახინჯებული, აღებული სხვადასხვა საუბრებიდან და შედგენილია კომპილაცია იმისთვის, რომ გამოსულიყო ის შინაარსი, რომელიც პროკურატურას ჭირდებოდა იმისთვის, რომ თითქოს და მოსამართლეებმა ხთა მიაიღეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ჩვენ ნახეთ უზენაეს სასამართლოში. ნიკა, საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. პირველ რიგში მე მინდა ზოგადი შეფასება გითხო, რასთან გვაქვს საქმე? რატომ ხდება ეს ყველაფერი თან ასე სწრაფად? თან ვერ ვიტყვი რომ მოულოდნელად, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი აქეთ წავიდოდა და უკვე ახალი თარიღები გვესმის, როდის უნდა მოხდეს რუსთავიორის ფაქტობრივად ხელისუფლების ხელში გადასვლა. ხო, ну ეს არ არის ასე ვთქვათ აპრიორული გამოცდილება, ეს ხო ცდისმიერი გამოცდილებაა, ეს ხო პირველად არ ხდება, ხდება უკვე მესამედ, იმიტომ რომ ყოველი ინსტანციის გადაწყვეტილების წინ ჩვენ გავდივართ აი ამ მოჯადოებულ წრეს, მათ შორის მე ვისმენ ყოველდღიურად ჩემს საუბრებს, თუ ვკითხულობ თუ ასე შემდეგ, დამონტაჟებულ ზოგს, ნაკლებად დამონტაჟებულ ზოგს, მეტად ამ ბოლო საუბარი სხვა შორის არ მხოლოდ დამონტაჟებული იყო ჩემი ხმა სხვადასხვა საუბრებიდან, არამედ სხვა ხმაც იყო საერთოდ, მაგალითად მოსამართლე ალავიძე შუმები, ეგრეთ წოდებული შუმების სახით არის შემოსული ეს ხმა და ეს საერთოდ არ არის ჩემი ხმა, ნუ არც ადეიშვილის ხმა, ანუ ეგ სპეციალურად დაჭირდათ და მე ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და დაახლოებით ხვდები ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ აკეთებს ამას ყველაფერს, მაგრამ არ მინდა ხა ამ ეჭვებზე ვისაუბრო. ვინ აკეთებს ამას ყველაფერს? ნუ მაქვს ამის კონკრეტულ პიროვნებას ბოლო პერიოდში აღმოცენებულ პიროვნებებს გულისხმობ. კონკრეტულ ადამიანს გულისხმობ. დიახ, კონკრეტულ ადამიანს გულისხმობ და მოდით მივყვეთ ლოგიკურად, ძალიან მარტო ლოგიკა არის ყველაფრის წამალი, ყველაფერს ლოგიკა წყვეტს. 14 იანვარს შევიდა განცხადება დავით საყვარელიძის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე.
თითქოს საყვარელიძეს, მაგრამ დავით საყვარელიძეს. საქართველოს პროკურატურა 14 იანვრიდან დღევანდელ დღემდე დავით საყვარელიძეს უნახავდა ნამუსს. ეს არ ნახული ამბავია. ხა ეგ ყველაფერი შეიძლება საქართველოს პროკურატურამ გააკეთოს, დავით საყვარელიძესთვის ნამუსის შენახვა გამორიცხული ამბავია, ხო? რას გულისხმობ უნახავდა ნამუსს? არის საუბრო ამ თემაზე. ბოლოს, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს თემა გაჟონავდა, თვითონვე ისეთი ქმედება ჩაიდინეს, რომელიც პირდაპირ მამხილებელია მათ წინააღმდეგ. ან პირდაპირ ამორჩა სახელმწიფო დგას იმ წერილების უკანაც და მთელი ამ კამპანიის უკანაც და მათ შორის ჩემი ჩანაწერების კომპილაციის უკანაც. საკუთარი სააგენტოს და საკუთარი მედიის მეშვეობით გაავრცელეს სკრინშოტები, რაც სრული სისულელა და ჩვენ პირდაპირ ეთერში გავაკეთეთ ზუსტად 3 წუთის განმავლობაში იგივე იძინა ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილის ყავდის საუბარი სკრინშოტები, სადაც სრულამდე უბდეს ესაუბრებიან ერთმანეთს მიხეილ სააკაშვილი და დავით საყვარელიძე, რომლებიც გვერდ-გვერდ ხედან კაბინეტში კიევში, მე დამყოფი ვარ მათ ოფისში და ნამდვილად გვერდით კაბინეტებში ხედან და ვაიბერით ესაუბრებიან ერთმანეთს სკრინშოტებით, ვაიბერით, რომელთაც უკვე აღარავინ აღარ გამოცდილება და იციან შესახებ რომ ვაიბერი შარშან წლის მერე მათ შორის რაც ვაიბერით საუბრები დაიდო საქართველოს ხელისუფლების მიერ, ხო? ეს იყო თვითგანთქმა პირდაპირ. ამას იქით აღარაფერი აღარ ჭირდება, რომ წერილებიც ამ ხალხის მიწერილია, ანუ სუსის მიწერილია, კომპილაციაც ჩემი და ადეიშვილის ამ ხალხის გაკეთებულია და ნუ ბუნებრივია სკრინშოტების სკანდალიც გავრცელების ფორმითაც თუ იმიჯერებდა შემდეგ ამ ხალხის გაკეთებული. აი ეს იკვრება ერთიანი. რაში ჭირდებათ ეს? ჭირდებათ ძალიან მარტივი რაღაცის გამო. ჭირდებათ არა ჩემი დისკრედიტაციისთვის, იმიტომ რომ ეს არ არის ამ წუთში ამოცანა. არამედ მოსამართლეებზე ზეწოლისთვის. რომ მათ აჩვენან, რომ აი როგორი ხალხი არის, იქით მხარეს და მერე რა რომ სამართლებრივად მართლები არიან, მაინც უნდა ჩამოვაშორეთ ისინი ამ ყველაფერს. ეს ჭირდებათ მოსამართლეებისთვის. ჭირდებათ იმ ორი კონკრეტული მოსამართლისთვის, რომელზეც არის ლაპარაკი, რომ ფსიქოლოგიურ სტრესში ამყოფონ მუდმივად. როგორც ჩანს, მე არ ვიცი ხა თანამდებობით, მაგრამ როგორც ჩანს ამ მოსამართლეების გაპრესვა შეუძლებელი გახდა. იმიტომ რომ ამ ორი მოსამართლის დამსახურება რომ დიდ პალატას გადაეცა საქმე და ეს ორი მოსამართლე იქნება იმ მოსამართლეებს შორის იყო, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით თქვა, რომ კი ამ ორმა მოსამართლემ გადასცა როგორც ჩანს, მესამემაც ალბათ იქ ქალბატონიც იყო გასიტაშვილი, იმიტომ რომ არც ერთ განსხვავებული აზრი არ დაუწერია. და საკმაოდ ისეთი საფუძვლიანი და კარგი განჩინებით გადასცეს, არც თუ ისე მარტივი იქნება ამ განჩინების საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა დიდი პალატისთვის, უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას გულისხმობ. ასე რომ ეს ძალიან გასაგებია, რაც ხდება, ძალიან მარტივია. ელისო კილაძემ თქვა პირდაპირ ეთერში და ვთვლად ასეთი მეორე დღეს ახტენილი თუ იქნებოდა ეს ყველაფერი ნამდვილად არ მეგონა, ეხლა არც მაინც რო გითხრათ რომ სერიოზულად არ ვიქვი, ხო, მოულოდნელი იყო მაინც მიუხედავად იმისა, მაგრამ ასეთი ამ ოდენობის, ასეთ სულელურად გაკეთებული მე მამუკახვლედიანის თემა გაჩნდა უცავედად, რომ 6 მილიონი მივეცი თუ 7 მილიონი მანამდე დაიწყო საუბარი. ჯერ ერთი პირველი საუბარი, რომელიც მე ჩავწერე დანამდვილებით, ის ავთენტური იყო, როცა ამას საუბრობთ, იქ იყო ჩემი ხმა იყო ჩემი ავთენტური. საუბარი ავთენტური არ ყოფილა, მე მივეცი ჩვენება პროკურატურას, ეს საუბარი იყო დამონტაჟებული. მათ შორის არავითარ 6 მილიონზე არასდროს არ მისაუბრია მამუკახვლედიანზე. ან რატომ უნდა მესაუბრა, ვინ არის მამუკახვლედიანი, რას წარმოადგენს ჩემთვის, რა გაუკეთებია ჩემთვის მამუკახვლედიანს, სულ რომ დაუშვათ, რომ მე კორუმპირებული ვარ და გადავწყვიტა მეყიდა მოსამართლე. მამუკახვლედიანი იყო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მის უფლებამოსილებაში არაფერი არ შედიოდა საერთოდ. ამ თემაზე მამუკახვლედიანი იქნება ჩვენი სტუმარი და ვისაუბრებთ დეტალურად. საქმესთან დაკავშირებით რუსთავი ორსო ვეღარაფერი ვერ მიაბეს მამუკახვლედიანი ვერანაირად. მე გადაწყვიტა, რომ ჩემ პირად საქმესთან მიებად, რომელიც უკვე 2013 წელს იყო უზენაეს პირველ ინსტანციაში, იქაც რაშუაში იყო მამუკახვლედიანი. ბუგიანიშვილმა გამამართლა, მე იგივე ბუგიანიშვილმა, რომელმაც მე რამდენიმე გამომტყუნებელი განაჩენი დააყენა, სხვა შორის აგერ არის ქალბატონი და კითხეთ მას თუ არ გჭერათ, ხო? და რაშუაში იყო მამუკახვლედიანი საერთოდ. ან ეს არის როგორი მცდელობები, იცი, აი ესე ჰაერიდან რაღაცები სქემა არის ერთნაირი, შემთხვევი რომ დაახორაგონ სახელები, გვარები, თანხები, საზოგადოებაში შექმნან ბოლოდიმი. რაღაცა როგორც მოხდა არჩევნების წინა, ჩვენ ზუსტად ასეთ ჩანაწერებს ვისმენდით, თითქოს რევოლუცია მზადდებოდა, გადატრიალება მზადდებოდა, ჩაიარა არჩევნებმა, ისე რომ აღმოჩნდა შემდეგ, რომ არაფერიც არ მომხდარა და თავად ხელისუფლების წარმომადგენლები შემდეგ ამბობდნენ, ნუ დიახ, ისინი გარკვეული საზოგადოების გაფრთხილებას ცდილობდნენ, ასეთი მესეჯები
და არ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს. რა სიტყვი იმაზე ნიკა, რომ ახლაც ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი პრინციპში არერიდება, რომ ამ ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობაც არ არის დადგენილი, ისაუბროს და იგივე ლაშენ აცვლიშვილი, რომელიც საუბრობდა დავით საყვარელიძეზე, გახსენებდა შენს და ამბობდა, რომ შენც ისეთივე გამყალბებელი ხარ, როგორც მაგალითად დავით საყვარელიძე და სჯერა შენ შემთხვევაშიც, რომ შენ ასეთივე ლაშენ აცვლიშვილზე ცალკე შევეხები აუცილებლად. დავით საყვარელიძემ ისაუბრა და ეს არ იყო ჩემთვის ახალი, მეც მაქვს ეგ ინფორმაცია და მეცაც გეტყვით, მე ვარ ის მეგობარი, რომელსაც დავით საყვარელიძე საუბრობდა და ეხავე გავაგზავნეთ მაგ. რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრებს? ანუ შენ გაქვს მოსმენილი ეს ჩანაწერები? დიახ, მე მაქვს მოსმენილი ეს ჩანაწერები ქალაქ ჟენევაში. რაც შეეხება ჩანაწერები არა ერთი სატესტოთ, როცა ვაჭრობენ, მაშინ ყოველთვის სატესტო ნიმუშს. მაგრამ ჩანაწერი ბევრი იყო. ერთი წუთით დავასრულებ თუ შეიძლება. სავარაუდოდ მე არ მინახავს ეს. რამდენი იყო. თავარი ხელისუფლება ამაზე საუბრობს და არ გვაქვს ყველანაირ ეთიკას. ნუ გასაგებია უდანაშაულობის პრეზუმპციაზე არ გვაქვს საერთოდ ლაპარაკი და მით უმეტეს რომ არ არის ესეთი გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკოსის უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობაა ვიდრე უდანაშაულობის პრეზუმპცია და უდანაშაულობის პრეზუმპცია მაინც სამართალდამცავი ორგანოებისთვის არის. მაგრამ როდესაც განახლებითი იურისტები და თან პოლიტიკოსები საუბრობენ იმ სკრინშოტებზე, რომელიც ნახე პირდაპირ ნახატია, იმას ჩვეულებრივ დახატავ, არაფერი პრობლემა არ არის. ერთ კომპიუტერზე შეიძლება ამის გაკეთება, ხო? რაღაცა საუბარზე, რომელიც ავთენტურობაზე პირდაპირ მონაწილეები ამბობენ, რომ არა ავთენტურია და სხვა არავის აფერი არ უთქვამს ჯერჯერობით არც პროკურატურას მათ შორის ვერც იტყვის, იმიტომ რომ იმის შემოწმებაც კი არ შეუძლის, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებაა და იმის შემოწმებას არ ექვემდებარება ის, ხო? როდესაც ეს ადამიანები ესე რიხით საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, თან რაღაცა გაურგებარ საიტზე გამოქვეყნებულზე. პირდაპირ ისინი თვითგან თქოს აკეთებენ და სახელმწიფო ხელისუფლება გასაგებია რომ სულს ეუბნება რომ ესე თქვით. კი, ზვია ძიძიგურს, ეკა ბესელიას, ესენ ყველა სულს ახმოვანებენ, ასე დაურეკეს, უთხრეს თქვენ ახლა იტყვით ამას და ამას ამბობენ. მამუკა მდინარაძე და ასე შემდეგ. ეს ხალხი პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს არის ხელისუფლების სტრატეგია, რომ რამენაირად დაბნეულობა შემოიტანოს მოსამართლეებში, საზოგადოებაში და ასე შემდეგ. ეს ძალიან მარტივია და ზედაპირზეა რომ ასე. რაც შეეხება ბატონ ლაშენ აცვლიშვილს, რომელზეც არაფერი არ მithქვამს მთელი ამ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ გაიქცა საქართველოდან, არ მეშლება გაიქცა, იმიტომ რომ იჭერდნენ და იჯდა თავისთვის ჩირგვებში. მიხსენებია ოდესმე. იჭერდნენ დავით საყვარელიძემ თქვა სწორედ კორუფციის დიახ, კორუფციისთვის იჭერდნენ და ნარკომანიისთვის იჭერდნენ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილთან ბოლო შეხვედრაზე რომ მივიდა, იყო ისეთ კაიფში, რომ ბიძინა ივანიშვილმა იქიდან გამოვაგდო. ესეც ვიცით ყველამ. და გაათავისუფლეს ის გაიქცა საქართველოდან, ვითომ სამკურნალოდ წავიდა შვეიცარიაში და სახლი აქვს მას იქ სხვათა შორის და კითხვაც აიდან. და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იქ. მეც ვიყავი ჟენევაში, მე ჩემს საქმეზე ვიყავი და მან გამოთქვა სურვილი ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით რომ შევხვდებით. ამ მეგობრს არ დავასახელებ, არ არის საჭირო. მანამდე სხვათა შორის ამ მეგობრის სახლში შევხვდი, მას უნდოდა ჩემთან შეხვედრა. მე ბრალდებული ვიყავი უკვე მაშინ და პროკურორის მოადგილე იყო ის და მითხრა რომ ეს საქმე არის მოგონილი, ჩემს საქმეზე მეუბნები. ეს საქმე არის მოგონილი, რომელზეც იყავი დაპატიმრებული შემდეგ მე არაფერ შუაში არა ვარ, ეს იყო ფარსხალაძის ინტერესი. და მე უბრალოდ ამაში ვერ ვერევი. ეს იყო ფარსხალაძის შეკრების საქმე, ასე გამოდის. ასე თქვა მან მე ხარ არც დავინტერესებული ვარ, არ მაინტერესებდა ახლა. ჩვენი მეგობრის სახლში შევხვდით და არც მისაუბრია ამ თემაზე. მე ამ საქმეში გავიმარჯვე, იმიტომ რომ მართლა მოგონილი იყო ეს საქმე დანამდვილებით, მაგრამ ნამდვილად მგონია რომ ლაშენ აცვლიშვილი არაფერ შუაში არ იყო, თქვა ამას ვერ ვიტყვი ნამდვილად და არც დამიჯერებია მისთვის ეს. ამის შემდეგ, როცა მისი მდგომარეობა შეიცვალა და ის იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო, ანუ შეხვედრა მაპატიე თბილისში მოხდა, საქართველოში მოხდა. როცა ის იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო, მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით. ეგრეთ წოდებული Z-მასალებით. Z-მასალები, ვინც იცის რაც ნიშნავს, ასე ვთქვათ, ვისაც უმუშავია ორგანოებში, მან იცის რაც ნიშნავს. Z-მასალები არის დაზაკილი მასალები, ეგრეთ წოდებული, რომელიც უკანონო მოსმენებია. უკანონო მოსმენის შედეგად არის მოპოვებული და ინახება გასაიდუმლოებულად. მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც. ერთ-ერთი მათგანი მე მან მომასმენია. თქვენ მოისმინეთ ბიძინა ივანიშვილის საუბარი? მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ მას ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა ვიღაც თავის თანამშრომლს, მე არ ვიცი, ახლა შინაარსიც არ მახსოვს და არც მაინტერესებდა და მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე $1,000,000.
მე ვთქვი, ჩემს ინტერესშია ამ წუთში არ შედის და როგორც მედიის ინტერესში ეს თავისთავად ცხადი არის, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ არ აქვს შესაძლებლობა ჩვენს მედიას რომ ამაზე ვისაუბროთ. მან თხოვა მაშინ რომ დამეკავშირებია ის კიევში მყოფ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, რაც მე გავაკეთე კიდევაც, მათ შორის ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე. მე უკვე როგორ განვითარდა ეს მოვლენები, მე არ ვიცი, მაგრამ სულიად დარწმუნებული ვარ, რომ იგი იქაც ვაჭრობდა. დღეს ის დაბრუნებულია თბილისში და როგორც ჩანს, უკვე ამ ხელისუფლებასთან ვაჭრობს. არ ვიცი, რით შეიძლება იმავე მასალებით, ვერ გეტყვით რითი, მაგრამ მას არასდროს არ შევარჩენ თავისი ბინძური პირით ჩემზე საუბარს. ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც ცნობილია თავისი კორუფციით, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის პირობებში ნარკომანიით, მათ შორის მისსავე კაბინეტებში, ნარკომანია დაავადებაა და მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ნარკომანებს, მაგრამ სახელმწიფო მოსამსახურე კაბინეტში რომ იჩხირავს უკაცრავად, აი ესეთი კაცი არის ლაშა ნაცვლიშვილი. კორუმპირებული ღრმად ასევე. მას მე არ შევარჩენ არც ერთ სიტყვას ჩემზე აუგად ნათქვამს. ამიტომაც დღეს ეს ინფორმაცია არის საჯარო და ვისაც ნებავს მოგძანდეს მათ შორის პროკურატურას, მე შემიძლია ამაზე ვესაუბრო, როგორ აქვს ბატონ ნაცვლიშვილს მოპოვებული ეს უკანონო მასალები, როგორ მოახდინა მათი გადატანა კიევში და ინახავს საკუთარ მეგობართან. არ ვიცნობ მე ხა ამ მეგობარს თავისთავად ცხადია, უცებად არა კიევში, არა სომხეთში, ერევანში. ეს არის ისტორია ლაშა ნაცვლიშვილის. და ეს არის ჩანაწერები, სადაც ფიგურირებს მათ შორის დიძინა ივანიშვილი და ერთ-ერთი მათგანი აქვს ნიკა გვარამიას მოსმენილი. საბედისწერო გამოსვლა ქონდა შეიძლება დღეს ლაშა ნაცვლიშვილს, ჯობდა რომ არ ქონოდა ის ინტერვიუ დიანა ტრაპაიძესთან TV პირველზე. სწორედ ამ ინტერვიუდან გამიჩნდა მე ეს შეკითხვები და მივიღეთ ასეთი ინფორმაცია დავით საყვარელიძისგან და ნიკა გვარამიასგან. ნიკა, მე ბოლო კითხვა მექნება შენთან, ყველაფერი ეს დაწყებული კამპანია შენი სახელი ძალიან ხშირად ფიგურირებს არაერთხელ ამ ეგრეთ წოდებულ ჩანაწერებში. შეიძლება თუ არა მივიდეს კიდევ ერთხელ შენს დაჭერამდე. არა იმიტომ რომ შენი ინტერესი აქვს მაინც არამედ იმიტომ რომ საბოლოოდ ძირი გამოუთხარო რუსთავიორს. მივიდეს, მე ვერ ხედავ ამაში ვერანაირ პრობლემას. შეიძლება პირიქითაც. შეიძლება რომ მივიდეს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. მე გადავალ ახლა ელისო კილაძესთან, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ელისო კილაძე არის ის ადამიანი, რომელმაც დაანონსა ამ კვირის მოვლენები და თქვა, რომ ეს კვირა იქნებოდა ძალიან მძიმე მედია შეტევა და დილით ორშაბათს, როდესაც გათენდა ორშაბათის დილა, მართლაც ჩვენ უკვე ვიხილეთ ეგრეთ წოდებული ფარული ჩანაწერი და შეიძლება ეს არ იყოს დასასრული საღამოშიდობისა. ელისო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. თქვენ პერიოდულად ახმაურებდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა და მოხდებოდა ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. რომ გითხრათ, როგორ განვითარდა ეს სქემა, თქვენ უკვე დაასახელეთ რამდენიმე დღის წინ ახალი ვადა, რომ წესით არის მითითება, რომ 15 თებერვლამდე უნდა დასრულდეს საბოლოოდ რუსთავიორის საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა დროა ამ გეგმით დარჩენილი, ანუ ჩვენ თითქმის ბოლოში ვართ გასული. როგორ განვითარდა ეს სქემა, რომ გითხრათ და რა მოგველის ბოლო დღეების განმავლობაში? მე მოკლედ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს იმ ქრონოლოგიას, რა ქრონოლოგიითაც განვითარდა მოვლენები. პირველ რიგში ის, რომ 10 ნოემბერს იყო ვადა დასახელებული გასული წლის, როცა უზენაეს სასამართლოს კოლეგიას უნდა მიიღო გადაწყვეტილება რუსთავიორთან დაკავშირებით. ამ დროს სწორედ რუსთავიორის საქმეზე მოსამართლეებთან კომუნიკაციაში იყო ვანო ზარდიაშვილი, დეპუტატი, რომელიც სუსის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამ პალატის მოსამართლეებთან, მაგრამ კოლეგიის უკაცრავად ეს ინფორმაცია გაჟღერდა, გახმაურდა თქვენი ეთერების მეშვეობით მათ შორის და ბუნებრივია მათ ვეღარ შეძლეს ეს დაგეგმილი კამპანია მieყვანათ ბოლომდე. მოლაპარაკებებს რომ მაშინ იყო საუბარი, რომ რუსთავიორის საქმე ახალ წლამდე უნდა დასრულებულიყო. დიახ, საუბარი იყო იმაზე, რომ ახალი წლამდე უნდა დასრულებულიყო რუსთავიორის საქმე, მაგრამ ეს გეგმა ხელისუფლებას ჩაეშალა. ამის შემდეგ სამმა მოსამართლემ მიიღო ძალიან სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გადაეცათ რუსთავიორის საქმე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის. არც ერთმა მათგანმა, განსაკუთრებით პაატა ქათამაძემ და მესარიონ ალავიძემ არ მოისურვეს ყოფილიყვნენ ურთმელიძე 2 და მიიღეს საკმაოდ კანონიერი და საკმაოდ პრინციპული გადაწყვეტილება იმ მომენტისათვის, როცა მათზე ხორციელდებოდა არა მხოლოდ მოლაპარაკებები იყო მათთან, არამედ გარკვეული ტიპის ეწოლებსაც და მუხარასაც ჰქონდა ადგილი. შემდეგ დასახელდა ახალი თარიღი, ეს ახალი თარიღი იყო 25 იანვარი.
ფებრუარი, როცა უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება. დღეს ჩვენ ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში იპოვოს 5 მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს გადაწყვეტილებას ეგრეთ წოდებული კერძო დავის თაობაზე და ამ რუსთავი 2-ს გადასცემს ქიბარ ხალვაში. თუ ეს ასე მოხდებოდა, აქვე გეტყვით, რომ ქიბარ ხალვაში არ დარჩებოდა ამ ტელევიზიის მეპატრონე, ის გაყიდდა დაახლოებით ალბათ თებერვლის ბოლოს ტელევიზიას და რუსთავი 2-ს ეყოლებოდა სხვა დირექტორი და სხვა მეპატრონე. ქიბარ ხალვაში სამაგეროდ მიცემდნენ რამდენიმე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს და მედიიდან ის გაიწეოდა გვერდზე. ეს არ მოხდა, ამ შემთხვევაში აქ უკვე შუალედში ზარდიაშვილი, უკაცრავად ვანო ზარდიაშვილი შეცვალა. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ პავლე კუბლაშვილმა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი და მე სქემასაც გეტყვით მოგვიანებით და დავასახელებ შეკრების ადგილსაც, სადაც ხდება ეს კომუნიკაცია და ვისთან ხდება სუსიდან და ივანიშვილის გარემოცვიდან. პავლე კუბლაშვილის მეშვეობით მიდიოდა შეთავაზებები, მაგრამ მოსამართლეებმა ეს წინადადებები არ მიიღეს და სწორედ ამ დროს, როცა ხელისუფლება მიხვდა, რომ ვერ მოახერხა მოლაპარაკება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, დაიწყო ის პროვოკაცია, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ. ეს არის წერილები, SMS შეტყობინებები და ასე შემდეგ. მე თქვენს ეთერში ვაჩვენე წერილი, რომელიც 3 წლის წინ სოსო გოგაშვილის სახელით მივიღე. მე ქართული ოცნების სხვადასხვა წარმომადგენლებზე კომპრომატებით სავსე. და არავის არ გამოუძიებია, რასაკვირველია საქმე, არც არავის არ დაუდასტურებია ავთენტურობა და სხვათა შორის უკრაინული ნომრიდან ძალიან ხშირად მირეკავს საზაგაბედავა და მე ამ ნომრებს პერიოდულად Facebook-ზე ვსქრინავ და ვდებ, რომ პროვოკაციები იქნა თავიდან აშორებული. ამიტომ ეს არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა, რომ მოსამართლეები მოექცნენ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. და რა ხდება? არსებობს ესეთი, მე დავარქვი ამას სუსის 51 განყოფილება, ეგრეთ წოდებული უკრაინული რევოლუცია და უკრაინული ვიკილիქსი, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს არც უკრაინასთან. სადაც ძალიან მარტივია. უკანონო მოსმენები დამონტაჟებული სახით პრავდება ამ ფორმით, უკრაინულ რევოლუციაზე ამ საიტზე, რომელიც სხვათა შორის მოსკოვშია, მისი რაღაც სერვერი ქვეყნდება აღნიშნული ინფორმაციები, ხდება ამის დაანონსება და შემდეგ უკვე მოქმედებაში მოყვანა. მე ვიცოდი და მქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ორშაბათ დილით იწყებოდა საინფორმაციო შტურმი და ეს საინფორმაციო შტურმი გახორციელდება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ეხლა გეტყვით მე პერსონებს, ვინც არიან ამ საქმეში ჩართულები. ბოლოდან დავიწყებ, იმიტომ რომ ლაშა ნაცვლიშვილის სახელი და გვარი ამ ეთერში უკვე იქნა ნახსენები. პირველ რიგში ჩანაწერებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, მე მაქვს ინფორმაცია ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მეც ვიყავი ის პირი, ოღონდ არა 2013-ში, არამედ 2016 წლის ზაფხულში, როცა შემომთავაზეს აღნიშნული ჩანაწერები და იქნა დასახელებული იყო თანხა 10 მილიონი დოლარი. აი ეს ჩანაწერები, რომელზეც ვსაუბრობთ, სადაც ბიძინა ივანიშვილის ფიგურირებს? დიახ. მე ეს ინფორმაცია გავასაჯაროვე სხვათა შორის, ოღონდ ყურადღება ამას არავინ არ მიაქცია Facebook-ის ჩემ გვერდზე, ნებისმიერ ვინმე შეუძლია შევიდეს და ნახოს. მე გეტყვით რა თქვენ ვინ შემოგთავაზat? მე წყაროს არ გავთქვამ, თავის ლაშა-ნაცვლიშვილი არ იყო ეს? ლაშა-ნაცვლიშვილი პირადად მე ამას ვერ შემომთავაზებდა, იმიტომ რომ გარკვეული მიზეზების გამო ის არ მენდობა, იმიტომ რომ მე ვიყავი ერთ-ერთი ის პირი, რომლის მამხილებელი მასალების გამოც გააგდეს ლაშა-ნაცვლიშვილი ქართული ოცნებიდან, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს ჩანაწერები ქონდა ლაშა-ნაცვლიშვილს, მე ასევე მქონდა ინფორმაცია, რომ ეს ჩანაწერები მან თავის დროზე დაჭერის გამო მოახერხა და გადაიტანა სომხეთში. მე გეტყვით რამდენიმე ჩანაწერი შინაარსს, რომელიც მე ვიცი. პირველი მათგანი ეს გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან ესეთი ცნობილი ჩანაწერი ვიწრო წრეში, ყველა მიცის ეს და ეგრეთ წოდებული ანტონიო და ღარიბაშვილის გარემოცვა მიხვდება, მე რასაც გულისხმობ, არ დავაკონკრეტებ. მეორე საუბარი, რაც მე დამიანონსეს, ეს იყო კახი კალაძის და თეა წულუკიანის აუდიო ჩანაწერი, სადაც ისინი ეკაბესელიაზე საუბრობენ და მესამე და ყველაზე მთავარი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის აუდიო ჩანაწერი, სადაც ის საუბრობს პატრიარქზე. და მე მითხრეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერები და ეს თანხა 10 მილიონი დოლარი არის დასახელებული. მე ბუნებრივია ეს ფული არ მქონდა, როგორც მედია საშუალების ფლობელს, და ბუნებრივია არ მყავს პოლიტიკური მეგობრები, რომელიც ამ ფულს გადაიხდიდნენ ამ ჩანაწერებში, ასე რომ ამ ნაწილში მე ამ ინფორმაციას ვადასტურებ. და თავის დროზეც მაგ გასაჯაროებული ვერავინ ვერ დამაბრალებს ეხლა რომ დანაშაული დავფარე. მეორე და მნიშვნელოვანი ამბავი. თქვენ ხო გაინტერესებთ ვინ აკეთებს ამას ყველაფერს და ვინ უზრუნველყოფას ამისას აკეთებს. პირველი მოდი ვიტყვი ნაზღაიძის სკანდალთან დაკავშირებით. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნაზღაიძის ძმასთან კომუნიკაციაში იყო ქართული ოცნების საკრებულოს 2 დეპუტატი და მე
გვარებს დაგისახელებთ, ეს იყო გიორგი ტყემალაძე და გიგა ახვლედიანი პირდაპირ კომუნიკაციაში იყო სუსის გარკვეულ ფრთასთან, იღებდა დირექტივებს და მათ ჰქონდათ შეხვედრები ნატა ნაზღაიძის ძმასთან. ასე რომ ხელისუფლება მოეშვას ეხა კეკლუცობას იმის თაობაზე, რომ მათ არაფერი არ იცოდნენ და კანონი არ დაურღვევიათ. მეცაც გეტყვით, არ არის სხვა პრეცედენტი ვერეს ხეობაში, როცა იყო მიწა და მასზე არ იდგა სახლი და რაიმე ტიპის კომპენსაცია იქნა გაცემული. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირდაპირ გეტყვით, ეს იყო მოგთანვა იმის საფასურად, იმ გადაწყვეტილების საფასურად, რაც ნატა ნაზღაიძემ ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ სტუმრებთან. რუსთავი ორთან დაკავშირებით. შემდეგი ინფორმაცია, რა ხდება საერთოდ დღეს ქვეყანაში? დღეს ქვეყანაში ხდება ის, რომ მთავარი პოლიტიკური იარაღი ვიძინა ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის არის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო. მისი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური გახლავთ ვიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი და შემდეგ იქ არის ორი განაყოფი, ქვევით ორი ფრთა. ერთის მხრივ იოსებ გოგაშვილი, ცნობილი ადამიანი, რომ წალებში, რა თქმა უნდა, რომელსაც მე წელიწად ნახევარია ვამხელ კორუფციაში, არაპროფესიონალიზმში და ასე შემდეგ და მეორეს მხრივ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავების სხვა ფრთა, რომელიც წარმოდგენილი მეორე მოადგილის ალეკო ტაბატაძის სახით, რომელიც იქ იმიტომ დანიშნეს, რომ გოგაშვილის გავლენები შეესუსტებიათ, მას ჩამოართვეს თავიდან ანტიკორუფციული სამსახური, ჩამოართვეს მათ კონდაზორის დეპარტამენტი, მოუხსნეს რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსი და ასე შემდეგ. მაგრამ იმის გამო, რომ დასასრულებელია რუსთავი და ის იყო შვებულებაში, ყველა მიცოდა, რომ გოგაშვილი არის წასული სამსახურიდან და იმის გამო, რომ დასასრულებელია ორი მნიშვნელოვანი თემა. პირველი, ეს არის უსანაესი სასამართლოს მოსამართლეების თემა რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით და მეორე, საპატრიარქოს თემა, რომელშიც ასევე პირდაპირ არის ჩართული გოგაშვილი თავისი გავლენის, ასე ვთქვათ, აგენტების მეშვეობით. ამ ორი თემის გამო უჩა მამაცაშვილმა პირადად ხოვა ბიძინა ივანიშვილს, რომ 3 თვით ან 2 თვით გამოსაცდელი ვადით თუ აი ამ საქმეების დასასრულებლად გოგაშვილი მოებრუნებია იმ თანამდებობაზე და დაწყებულიყო ეს პროცესი. რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილს, მე გეტყვით თქვენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი არის ერთ-ერთი იდეოლოგი ამ ჩანაწერების. მინდა გითხრათ და ალბათ ეს ამ ჩანაწერების რომლებიც მზადდება და ქვეყნდება, იმიტომ რომ ის არ გაატარეს მთავარ პროკურატურას ფარცხალაძესა და მათ შორის არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა და ბუნებრივია მას თანამდებობაზე არასოდეს არ დანიშნავენ, ის ჩამოიყვანეს იმისთვის, რომ აი ესეთი სიბინძურეები აკეთოს. თუნდაც ეგრეთ წოდებული გვარამიას და გვარამიას საუბარი, რომელიც ახლა გავრცელდა, აგრეთვე არის ლაშა ნაცვლიშვილის იდეით. ამ იდეის ავტორი არის ლაშა ნაცვლიშვილი, მას არც თუ უსასყიდლოდ, სხვათა შორის, ჩემი წყაროს ინფორმაციით, მას უხდიან 10,000 ლარს და ეს არის 4,000 დოლარი. ჩემთვის ეს ციფრი არის ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულმა უკრაინულმა რევოლუციამ თუ ვიკილიქსმა გავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს და მე ამ თანხით ვფინანსდები კობანაყოფიას მხრიდან და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, სრული აბსურდი საკუთარი სტავკებით საზღვრავენ. 4,000 დოლარს, ანუ 10,000 ლარს ყოველ თვე. კაპიტანისო, თქვენ თქვით, რომ ეს კვირა იქნება მედია შტურმი. გეუბნებით და დავასრულებ ახლა. ლაშა ნაცვლიშვილი იღებს ყოველთვე ამ ფულს იმისათვის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება გააკეთოს. სად ხდება შეკრებები? გაინტერესებთ ხო? შეკრებები ხდება საპარტნიორო ფონდში. მოგახსენებათ, ბატონი ივანიშვილი 10 საათზე იძინებს და სამაგეროდ ფხიზლობს მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. ღამის 2-3 საათზე, პირველ საათზე იქ არის შეკრებები, სადაც სტუმრობენ ძალიან ხშირად მას გოგაშვილის, ნაცვლიშვილის და სხვების და აი აქ იგეგმება მთელი ეს კამპანია. რა არის დაგეგმილი ამ კვირისთვის, კაპიტანისო, თქვენ თქვით, რომ მედია შტურმი იქნება. ნახეთ, ჩვენ ერთი ეგრეთ წოდებული ჩანაწერი არის, თუ არა მოსალოდნელი სხვა ჩანაწერები. მე გეტყვით რა არის მოსალოდნელი, ჩემი ინფორმაციით და ბოლოს კიდე რაღაცას დავამატებ, თუ ამის საშუალება მექნება. პირველი ის, რომ არის დაგეგმილი გამოქვეყნდეს ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის სავარაუდოდ დამონტაჟებული ვერსია, რომელიც ეხება მოსამართლეებს, უსანაესი სასამართლოს იმ დაუმორჩილებელ მოსამართლეებს, რომელსაც ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის, რომ თითქოს მათ აქვთ ეს პოზიცია, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე მილიონი გამოაგზავნა და ნიკა გვარამიასა დილს საყვარელიძის მეშვეობით, ან არ ვიცი კიდევ ვიღაცების მეშვეობით ეს მოსამართლეები ამანათები გაუგზავნეს და მოისყიდეს და ეს იქნება კულმინაცია ამ საინფორმაციო შტურმის. ტრადიციულად საინფორმაციო მედია საშუალებების სუსის გაავრცელებენ ამ მასალებს და დაიწყება ისევ ეს ტიპის ამკების. არა, ერთი წამით და დავასრულებ, თუ შეიძლება ბოლო ფრაზა მინდა, იმიტომ რომ ბატონი მამაცაშვილისთვის სწორად არ მიაქვთ ჩემგან ის ინფორმაცია, რომ მის კურიერებს, რომლებიც ჩემთან დადიან. მე მინდა უთხრა მას, რომ არ გავიწევი რუსთავი ორის თემიდან თქვენ ეთერში და მოისმენს ალბათ ან გადასცემენ. ერთი, მეორე, ხვედელიძესთან მეგობრობაზე უარის თქმას არ ვაპირებ და არც ბრძოლას არ დავანებებ თავს. კაპიკ დაგიცვლით. ყველა იმ კაპიკს, რასაც თქვენ გოგაშვილთან ერთად აკეთებთ,
აკეთებს ანტიკორუფციულ სამსახურს იყენებთ ამისათვის და მათ შორის იმ ფულს რომელსაც უტეხავთ ბიძინა ივანიშვილს და აკეთებთ მის გსურს უკან. ამიტომ ყველა იმედი არ გქონდეთ ამისი, ეს იყო ის ინფორმაცია, რაც მე მინდოდა მეთქვა, დაველოდოთ მე არ ეყოფათ ეხლა მაგას ჭკუა რომ ეს ჩანაწერი არ გამოაქვეყნან, იმიტომ რომ ჩანაწერი არის მომზადებული, ველოდები რომ ხუთშაბათს ამ პარასკევს ეს ჩანაწერი აუცილებლად გამოქვეყნდება. დიდი მადლობა ელისო კილაძე გვერდთხოვდა პირდაპირ ეთერში. ნიკა სამწუხაროდ შენ უნდა ელოდო კიდევ ერთ ჩანაწერს, სადაც საბრალოდ შენ ხმას ან შენ მსგავს ხმას ამოიცნობ, როგორ ესაუბრები მიხეილ სააკაშვილის მოსამართლეების მოსყიდვის შესახებ. მე გადავალ უკვე სტუდიის სტუმრებთან ხატია თქვენგან დავიწყებთ. პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ ახსენა ელისომაც ახსენა დავით საყვარელიძემაც ის გვერდი, სადაც ეს ყველაფერი ქვეყნდება, ის გვერდი, რომელსაც იყენებს პროკურატურა, იყენებს ხელისუფლება მისათვის, რომ შექმნას საზოგადოებაში ილუზია, რომ თითქოს აი ვიღაცა სხვა მესამე მხარე აქვეყნებს ამას ყველაფერს და ისინი არაფერს შუაში არ არიან, მაგრამ ყოველთვის ისე ხდება, რომ იქ გამოქვეყნებული სხვადასხვა ჩანაწერები შემდეგ ემთხვევა ზუსტად იმ გამოძიებას, რომელსაც იწყებს ხოლმე პროკურატურა. თქვენ ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი ხართ ამ მიმართულებით, რა გვერდია ესა? მოგესალმებით ბატონ გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე უკვე კარგი ხანია დიდი წარმოდგენის არ ვარ ქართული ოცნების მთავრობის ინტელექტზე ზოგადად. მაგრამ ეხლა ამას რასაც უყურებ რამდენიმე დღეა რაც ხდება უბრალოდ ეხლა რეალობა და მოცემულობა რომ ერთია რომ გომელაურის მეშვეობით მართავს ქვეყანას და გადააქციეს ქვეყანა ამ რაღაცა სპეცსამსახურების ესეთი უმეცულ და რაღაცა არაჭკვიანურ მოედნად ეს გასაგებია, მაგრამ მეორე რასთანაც გვაქვს ეხლა საქმე, ეს არის აბსოლუტური უმეცრება და ეს უმეცრება უკვე იმდენად გადაიზარდა რაღაცა სიბინძურეში, რომ არავის აღარ სჯერა. პირველ რიგში ეხლა მე ძალიან დიდ სტრუქტურას ხელმძღვანელობდი უკრაინაში, სხვა შორის სამართალდამცავ სტრუქტურას და მინდა გითხრათ, რომ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები დნრ და ლნრ ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე მსგავს კომპილაციებს ჩანაწერის უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ერთი ზახარჩენკოს და ასე ვთქვათ რუსული მეთოდია, აგებენ რაღაცას, მე ამას იყენებენ რუსული პროპაგანდა მოქმედებს უკრაინაში და ასევე რუსეთშიც იყენებენ ამ პროპაგანდას, რომ ვიღაცა ესაუბრება ვიღაცას, აწერბებენ ჭრიად და ასე შემდეგ, მაგრამ ამათ იმის უნარიც არ აქვს, რომ ეს ყველაფერი რაღაცა ოდნავ მაინც ნორმალურად გააკეთოთ. ეს ერთი. მეორე, ეს უკრაინული საიტი, რაღაც ბლეფი უკრაინული საიტი, მართლაც რომლის სერვერი არის რუსეთში, მინდა გითხრათ, რომ არავინ არ იცის საერთოდ რა საიტია. მე მსგავსი საიტები უკრაინაში არ შემხვედრია, ეს არის ერთჯერადად სუსის მიერ შექმნილი დარწმუნებული ვარ რუსული სპეცსამსახურების დახმარებით შექმნილი საიტი. მიზანიც გასაგებია, ჯერ ესეთი მხოლოდ ასეთი მასალები ქვეყნდება, თითქოს რუსულად ნათარგმნი, თითქოს იქ ვინმე საინტერესებს ეს ყველაფერი. შეცდებით ძირითადად ჩვენ შევამოწმეთ და ძირითადად რა თქმა უნდა საქართველოდან შევიდეთ. დარწმუნებული ვარ, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელდასხმით შექმნილი საიტი, სადაც იტვირთება მსგავსი შეთეთქმული მასალა. მაგრამ იმის ჭკუაც არ ყოფნით ამ უმეცრებს, რომ რუსული სპელინგი ნორმალურად დაალაგონ. ანუ ესე იგი თუ ვინმე რუსული კარგად იცის, ანუ და ხვდება, ხო? ქართულად აწყობილი რუსული წინადადებები არ არსებობს ზოგადად, იმიტომ რომ ქართულ სიტყვათა წყობა ქართულ წინადადებაში აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე სიტყვათა წყობა რუსულ წინადადებებში, ხო? ესეც არ იციან, უბრალოდ და სპელინგში შეცდომები გაქვთ, რომ იცოდეთ ზოგადად. ეს მეორე. მესამე, რასთან გვაქვს კიდე საქმე, ხო? ესე იგი, იმის სანაცვლოდ რაც ხდება დღეს ქვეყანაში, რომ აღარ გვაქვს სასამართლო, დაგვენგრა თავზე თავისუფალი მედია, რომ წაიღოს რუსთავი ამისთვის აკეთებს ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გომელაურის ხელით და ისეთი ბინძური ადამიანები, როგორიც არის, თქვათ, ვაშა ნაცვლიშვილი, ინახავენ თაროებზე რაღაცა ჩაუბრის ჩანაწერებს. ესე იგი, ეს აღარ ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი უკვე მთავარი ფუნდამენტი სახელმწიფოსი გამოცვლილია, ხო? ამას ეს არის ყველაფერი აბსოლუტურად ამის შედეგი და ამის მაჩვენებელი. უნდათ რა პირველი გადაიფარათ ეს უზენაესი მოსამართლეების სკანდალი, რომელიც იყო თქვა 14 იანვარს და გამორიცხულია ეხლა რომ დათო საყვარელიძეს თქვა წერილი მიეწერა და 2 თუ 3 კვირის მერე გამოექვეყნებინა პროკურატურას, ხო? ეხლა მართლაც ჩვენ ვიცით თქვენი ინტელექტი ბატონო ხელისუფლება, მაგრამ ეხლა ცოტა ჩვენ ინტელექტზე მე მგონი თქვენ კარგად იცით ჩვენი შესაძლებლობები ინტელექტის ეს მეორე რასაკურველია ეხლა ამას ეჭვი ვისეპარება. მე დათო საყვარელიძე ეხლა ესეთი სულელია რომ წერილებს აგზავნის
ამანათი და ხელს აწერს უკრაინიდან, ჩვენ რაღაც უკრაინიდან ამანათებს ვაგზავნიდით ყველა ერთად. ხაზგასოთ მაყურებელს ხელმოწერა არა აქვს. დაბეჭდილია კომპიუტერთან. მესიჯობდით ეხლა თქვა კიევში, როცა ყველა უცხოვრობთ კიევში, მესიჯობდით მიშა სააკაშვილთან ვაიბერით, მაგრამ ყველაზე მთავარი ისე რომ პროკურატურამ აწვირთა რაღაცა სისულელე მასალა, აი უმეცრების დონე ხალხო, კან გამოძიება არ იცით, ან ზოგადად სამართალწარმოება არ იცით, ან ზოგადად საერთოდ რა ხალხია ეხლა გასაგებია რომ ხელისუფლებაშიც გომელაური და ეს პირადი ოჯახის წევრები, დაცვის წევრები, ვინც არიან, გასაგებია ხა მათი ინტელექტი, მაგრამ არიან იმ პროკურატურაში მე მგონი ისეთი ადამიანები, რომლებიც ალბათ ეხლა ფიქრობენ რომ ეს რა ხდება ზოგადად ქვეყანაში. მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ ხო ვაიბერის მიმოწერა ერთი როა გასაგებია. პროკურატურა ტვირთავს რაღაცა მასალას, ამ მასალაზე არაფერი რეკვიზიტი არ არის, ამ მასალაზე დათო საყვარელიძეს ესე საყვარელიძე რაღაცა ტექსტიც, რა ტექსტს თუ ჩაუკვირდებით, გასაგებია ხო რა ტექსტიც არის. ეს მეორე, მესამე, საერთოდ არაფერი არ ჩანს, საერთოდ არაფერი არ იკვეთება და ამიტომ ამას ვიცახი, რომ უმეც არის შეთითხნილი საქმე, რომლითაც უნდა გადაფარონ უზენაესი მოსამართლეების საქმე და უნდა გადაფარონ გაუგონარი კორუფცია, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. ეხლა ბატონ გიორგი, მე კორუფციულ სასამართლოსთან შეხება მქონდა მუდმივად ერთი წელიწადი. ეს კორუფციული სასამართლო უშვებდა კრიმინალებს, კანონიერ ქურდებს და პოლიციას მუდმივად დაპირისპირება ჰქონდა მათთან. ასევე კორუფციულ სასამართლო გარიგებაში იყო, თქვა ძალიან დიდ კორუფციულ სქემებში იყო, თქვა ეკონომიკურ კორუფციასთან დაკავშირებით. მაგრამ უკრაინაშიც კი, სადაც სასამართლო ჯერ რეფორმირებული არ არის და ჩვენ მუდმივი პრობლემები ჰქონდა. მსგავსი გაუგონარი ფაქტი არ არსებობს, რომ მერია, ბიუჯეტი, მთავრობა უხდის თანხას ოჯახს, მოსამართლის ოჯახს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა მან მიიღოს რუსთავიორზე გადაწყვეტილება. ანუ საქმე გვაქვს რასთან? მიზანმიმართულად განადგურება სასამართლო სისტემის, გაუგონარი კორუფცია, მეორე სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება ბიძინა ივანიშვილის მიერ და მართვა. რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო ეხლა? ვინც იცის სისტემა, იმან კარგად იცის, რომ ამ სისტემამ უნდა იზრუნოს ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების განვითარებაზე, ხო? ეხლა ცეცხლოდის მერე რასაკვირველია არავის არაფერი აღარ უკვირს, მაგრამ საქმე გვაქვს მიზანმიმართულად ჩამოს სისტემასთან, რომელიც იშლება და საქმე გვაქვს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსთავიორის წასაღებად, ანუ თავისუფალი მედიის ხელში ჩასაგდებად, რომ ამ ქვეყანაში ეს ქვეყანა გადაექცეს ჩრდილოეთ კორეად, არ ერიდება საერთოდ არაფერს. ამიტომ ეს გაუგონარი ფაქტები, რასაკვირველია, პირდაპირ მინდა თქვა, ეხლა ვინც ხეთხერთ და გვიყურებთ, რუსთავიორს ვერ წაიღებთ, გამორიცხულია, ეხლა მე არ ვიცი, ამაზე საუბარიც არ არის მე მგონი. დიდი მადლობა. ჩვენ სწორედ კორუფციის მიმართულებით განვაგრძობთ საუბარს. ჩვენ ვხედავთ რა ხდება ხელისუფლების მხრიდან იმ მოსამართლეებზე, რომლებიც არ ემორჩილებიან, მაგრამ ხედავთ აგრეთვე რა ხდება მორჩილი მოსამართლეების შემთხვევაში და მე უკვე ირაკლი აბესაძესთან გადავდივარ იმ თემით, რომელიც ორი დღეა საუბრის მთავარი თემაა და დაემატა ისიც, რაზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ საუბრობდით, მაგრამ ამ თემის გადაწყვეტილება მაინც ვერ მოხერხდება, ამიტომ ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილავთ, როგორ დაჯილდოვდა ნატან აზღაიძის ოჯახი, კონკრეტულად ნატან აზღაიძის ძმა 1 მილიონით. ბატონო ირაკლი, საკრებულოს და მერიაც აცხადებენ, რომ დიახ, შეიძლება დაზარალებული არ იყო ეს ადამიანი, მაგრამ იმ ადგილზე იყო გადაუდებელი აუცილებლობა იმისთვის, რომ ეს მიწა უნდა მიეღო სახელმწიფოს და არაფერ შუაში ნატან აზღაიძის ძმა აქ არ არის. და ეს მიწა ღირდა თითქოს 1 მილიონი ლარი. როგორია თქვენი არგუმენტები, კონტრარგუმენტები? დიახ, მოგესალმებით, მე ძალიან მოკლედ პირველ რიგში ფაქტობრივ გარემოებებს შევეხები. მიწის ნაკვეთი, რომელიც 2013 წლიდან იყო საქართველოს ბანკის საკუთრება და 2014 წლის 1 ივლისამდე ჰქონდა ბატონ აზღაიძეს მისი უკან გამოსყიდვის უფლება, 2015 წლის 13-14 ივნის მომხდარი სტიქიის დროს აბსოლუტურად თლიანად ეკუთვნოდა საქართველოს ბანკს. ანუ გაუქმებული იყო უკვე 1 წლის განმავლობაში გამოსყიდვის უფლებაც და თლიანად მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო საქართველოს ბანკი. მოქალაქე აზღაიძეს არანაირი უფლება ამ მიწის ნაკვეთზე აღარ გააჩნდა. ანუ სტიქიის დროს დაზარალდა საქართველოს ბანკი. დაზარალდა ისე, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რაც თავად ქართულმა ოცნებამ და საკრებულოს უმრავლესობამ განსაზღვრა კომპენსაციის გაცემის სავალდებულო. დაზარალდა ამ შემთხვევაში ამ ხმამაღალი ნათქვამი, იმიტომ რომ ეს იყო ცარიელი მიწა, დაზარალდა
ამას ვამბობ ერთი წუთით, არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, შესაბამისად მისი კომპენსირების ვალდებულება სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს არ გააჩნდა. სამაგიეროდ საქართველოს ბანკს გააჩნდა ნულოვანი აქტივი, აბსოლუტურად არალიკვიდური აქტივი, თუმცა ეს იყო საქართველოს ბანკი, რომელსაც კომპენსაციის მოთხოვნის უფლება და შესაძლებლობა თბილისის მერიასთან არ ჰქონდა. თუ კი მერიას ჰქონდა გადაუდებელი აუცილებლობა იქ რაიმე საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მას უნდა მიემართა სასამართლოსთვის, მიეღო ექსპროპრიაციის უფლება და საქართველოს ბანკისთვის ჩამოერთვა ქონება, რომლის ღირებულება დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით არის 23,000 ლარი. ამის ნაცვლად თბილისის მერიამ ბიუჯეტის 23,000 ლარი ღირსის მიწა, რომლისთვისაც 1 მილიონი მიიღო. ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასება. ამის ნაცვლად თბილისის მერია ბიუჯეტიდან აძლევს ნაზღაიძეს თანხას, რომ მან საქართველოს ბანკს თხოვოს უკან დაიბრუნოს ნაკვეთი და რა თქმა უნდა საქართველოს ბანკისთვის ეს მისაღები ტრანზაქცია, გარიგება, როდესაც ნულოვან აქტივში მას თავაზობენ ბიუჯეტიდან 250,000 ლარის გადახდას, ნებისმიერი ბანკი და ბანკერი ამას რა თქმა უნდა დათანხმდებოდა. საქართველოს ბანკი დარჩა მოგებული, მან მიიღო დაახლოებით 250,000 ლარი, ანუ მერიის და ბიუჯეტის ფულზე ნაზღაიძე კვლავ გახდა მიწის ნაკვეთის დასაკუთრე და შემდგომ მიიღო კომპენსაციის სახით დამატებით დაახლოებით 200,000 ლარი და 5,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ხაზს გაუსვავ მანამდე თბილისის მერიას გაცემული ჰქონდა არაერთი უარი სხვა მოქალაქეების მიმართ, რომ იქ მშენებლობის განხორციელება არ შეიძლებოდა, იქ მიმდინარე მეტრო უნივერსიტეტის გვირაბების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ზვიად ნაზღაიძისთვის ეს მშენებლობა აღმოჩნდა საკმაოდ დასაშვები. ეხლა ამ ყველაფერში განსაკუთრებით უკაცრავად რისთვის დაჭირდა ბანკიდან მიწის გამოთხოვა, რომ ფორმალურად ქონოდა შესაძლებლობა ბანკს თავი მიეცათ ამ ფორმით, რა თქმა უნდა, აქ საუბარი არის, რომ ზვიად ნაზღაიძე მესაკუთრე არ იყო 2015-ის 13-14 ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა, იმიტომ რომ ოდესღაც იქ ვიღაცა შევა სხვასაც ჰქონდა საკუთრება, მაგრამ ოდესღაცო საკუთრება ჰქონდა, ეს არის ის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას და ზვიად ნაზღაიძე ბიუჯეტის თანხით გახდა კვლავ მესაკუთრე და ასევე ბიუჯეტიდან შემდეგ მისთვის მიეცათ ეს ამაში არაფერი შეიძლება ვიღაცამ კიდე ითქვას, რომ ნუ თქვა მაინც დაზარალებულია და რატო? რომ არ არსებობდეს მაგალითად მოქალაქე არახამია, რომელსაც ასევე თავისუფალი მიწის ნაკვეთი აქვს ვერესხეობაში და დღეს ქართული ოცნების წევრების საკრებულოში თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ მას კომპენსაცია არ ეკუთვნის. რომ არ არსებობდნენ მოქალაქეები, მაგალითად ბუთხუზი, ნაცაკიანი და სხვები, რომელსაც ასევე სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზით თბილისის მერია ეუნება უარს კომპენსაციის გაცემაზე. და ზოგადად ამ ყველაფერში კიდევ ვიმეორებ, ცალკე აღებული ეს ეპიზოდად არ შეიძლება ავიღოთ, არ არსებობდა სამწუხაროდ რუსთავიორის საქმის განხილვაში მოსამართლე არც პირველ ინსტანციაში და არც სააპელაციო სასამართლოში, აბსოლუტურად 4-ვე მოსამართლის მიმართ იყო ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები. ეს იყო ურთმელიძე, გუჯაბიძე, ნაზღაიძე, მესამე მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში ყველას მიმართ აღავსაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოში. მადლობა ირაკლი. ერთიანი ხელწერა და ძალიან მოკლედ 250,000 ლარი, რომელიც ბანკს ჩაერიცხა, იმისი სამართლებრივი წინაპირობა რა არის იმ თანხის? ჯერ ხომ მესაკუთრე არ იყო. რა ფორმით მიიღო ეს? ანუ მესაკუთრე ეს ადამიანი არ იყო, ანუ ვერც კომპენსაციას და ვერც ექსპროპრიაციას ვერ მოითხოვდა. ეს 250,000 ლარი, რომელიც მან ბანკს გადაუხადა გამოსასყიდად, ეს თანხა საიდან მოიტანა? ესეც მერიამ მისცა. რა თქმა უნდა, ესეც ის საფუძველზე მისცა მერიამ. იმის საფუძველზე, რომ საქართველოს ბანკმა როგორც ჩანს, ჰქონდა რა წინასწარი გარანტია თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ამ თანხის გადახდა მოხდებოდა, მოქალაქე ნაზღაიძეს უსასყიდოდ გადაუფორმა ნაკვეთი და მესაკუთრე გახდა. ისე მას თანხა გადახდილი არ ჰქონდა და მერიამ დაუფარა ის ნასყიდობის საფასო. უკან არის ჩაერიცხა. ძალიან რთული სქემა, უამრავი უწყებაა ჩართული იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა 23,000-ად შეფასებული მიწა, რომელზეც უკვე სტიქიის შემდეგ აღარც მშენებლობაში იძლებოდა, აღარც არაფერი, ადამიანმა მიიღო 500,000 ლარი ნაღდი ფულის სახით და შემდეგ 500,000-ად შეფასებული მიწა, სადაც მას პლუს უკვე მშენებლობაც შეუძლია. მე გადავდივარ ალეკო ელისაშვილთან, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატთან. ეს არის ალეკო ერთი მაგალითი, რომელიც იმის გამო გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ეს ადამიანი არის ნატან ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე და ჩვენ უამრავი ადამიანი იმ ტერიტორიიდან, რომელიც მეზობელია, ასე ვთქვათ, ზვიად ნაზღაიძის დაგვიკავშირდა პანიკაში, ტირილით იმის თაობაზე, რომ ისინი ამდენი ხანია ელოდებიან კომპენსაციას და რომელ მილიონებზეა ლაპარაკი, მათ საერთოდ არაფერს არ აძლევენ სხვადასხვა საბაბით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენი ასეთი
ფაქტი ხდება მარტო დედაქალაქში, თუნდაც რის შესახებ ჩვენ არც კი ვიცით და საზოგადოება არც კი იცის. და როგორი ფლანგება ფული შესაბამისად. ირაკლი მას თქვა მოგესალმებით, ირაკლი მას თქვა რომ 13 ოჯახია წყნეთის ხევში, რომელსაც ფულს არ აძლევენ და გააძაღლეს უკვე რამოდენიმე წელი. აი გააძაღლეს უბრალოდ ამ ხალხს ბოდიშუხტი, მაგრამ მერიის დამოკიდებულება სხვა არაფერია. და ზოგადად ვისაც ბოლო წლების განმავლობაში მერიასთან შეხება აქვს, აი ეს არის წვალება და დამცირება ხალხის. ატარებენ ერთხელ ორჯერ ელემენტარული რაღაცა საკეტის გამოცვლა რო გინდა გატარებენ გახარვეზებენ 200 ლარი გადაიხადე 300 ლარი ამაში 500 ლარი იმის პროექტირებაში და პირდაპირ აღებმიცემობა მოდის მიდის აი ჩვეულებრივი კორუფციის ჭაობია მერიაც და კორუფციის ჭაობად გადაიქცა საკრებულოს და ეს არის ქართული ოცნების ჩემდა ძალიან დიდ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის ფაქტი იცით როგორი გულანთებული მხარდამჭერი ვიყავი ქართული ოცნების არ ვინანებ მაშინ რომ თავი არასოდეს არ ვინანებ რომ მაშინ რომ სააკაშვილის ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობა მაშინ ჩიხში იყო თვითონ ვერაფრით ვერ გამოდიოდა მაგრამ რისი მოლოდინი მქონდა მე და რისი მოლოდინი მქონდა ხალხს რომ ცუდი რაც მქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას ძალადობა მოიხსნებოდა და დაიწყებოდა ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მით უმეტეს რომ აი დიდარი კაცი იყო და ფიქრობდით რომ ეხა ფულის კეთებას ეს არ დაიწყებს და ნორმალურ ხალხს გველზე დაიყენებს და იქ რაც იყო ეხა ბესელია ვიღაცა მესელიებზე თვალს ხუჭავდით იმიტომ რომ იმხელა დიდი ამოცანა გველდოდა წინ და რას ხედავთ რომ სუდი კი არა და ძალადობა კი არა ჩვეულებრივი ზასტოია აი საბჭოთა დროს მე მახსოვს აი ბრეჟნევის ეპოქა რა იყო და ბოლოს მე ვიდა იქამდე რომ საჭმელების ტალონებს გვირიგებდნენ სკოლაში ლობიო კარაკი იმდენად აღარაფერი არის შოუ ზუსტად იგივე პროცესი მიდა კორუფცია იყო ჩვეულებრივი რამ ვინმე თუ არა კორუმპირებული იყო გიჟად ითვლებოდა ახლა არის ზუსტად ეს მოცემული რომ ჭკუაც კი ვერ ისწავლეს და წინა ხელისუფლებისგან აი მაგალითად რა და რითი არის ახლა ხელისუფლება დაკავებული ჩვეულებრივად ფულის კეთება მიდის ყველა ეტაპს კარგი ჩემი ვესელია კობახიძის ისტორიიდან მე დასკვნები გამოვიტანე რომ ერთ-ერთი რაც შეცდომა მომივიდა იყო ის რომ ტელეფონი პროკურატურაში არ უნდა მიმეტანა იმიტომ რომ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავი ხო ამას ვამბობ ახლა კი არ უნდა ვინანებ არასდროს იმიტომ რომ მე შეწყალების პროცესს გადავეფარე მაშინ ჩემი სახელის ნერვების და რეპუტაციის ხარჯზე რომ მაშინ სხვა ისტორია ვითარდებოდა იქ აბსოლუტურად, იმიტომ რომ პატრიარქის ისე მოახერხეს ერთის ხრივ ღარიბაშვილმა, რომელსაც უნდა მარგველაშვილისთვის წაერთო შეწყალების უფლება, იმიტომ რომ დღეს პალიტრაში ვთქვი და ვიტყვი ახლა პირველად, რაც მთელი ამ ისტორიის დროს არ მithქავს, არ იმჩნევს ქართული ოცნება, მაგრამ მთავრობაც და ყველა დეპუტატი ქართული ოცნების არის ატუზული პრეზიდენტის კართან და ეხვეწებიან თითოეულ პატიმარს. მათ შორის ღარიბაშვილის სიმამრი თამაზაშვილი იყო ატუზული პრეზიდენტის კარზე და ითხოვდა მისი თანამესაკნის საშინელი დანაშაულის გამო გასამართლებული კაცის უგარალიევის გათავისუფლებას. შეწყალების კომისია უარი უთხარით ამ კაცს ოზარო სუბარი პირადად მეხვეწებოდა თავის კაბინეტში. და მე შეწყალების კომისიას ვთქვი რომ მე კატეგორიული წინააღმდეგოა რომ ეს საქმე განვიხილოთ. ბატონო სოზარ სუბარი საშელახსრულების მინისტრი იყო, მაშინ მთხოვა მისვლა, მივედი აგერ იმაზე, რა ქვია, შანხაიში, სადაც არის მაგათი ოფისი და პირადად თხოვა რომ თამაზაშვილის თხოვნა არის და ირაკლი ღარიბაშვილის რომ ეს უგარალიევი გაუშვათ. მე ვუთხარი აბა რა კაცია უგარალიევი საქმე ვანახეთ რომ ჩავხედე ყველაფერი რაც შეიძლება დედამიწის ზურგზე ჩაიდე რომ ბატონო რა დანაშაული ჰქონდა ყველაფერი თაღლითობა უბედურება რა ვიცი ყველაფერი შეიძლება გამოითხოვოთ ის საქმე და შეწყალების კომისიაზე ვიყავით უარზე ამით იყო მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ შეწყალების გვერდით ავლით გამოუშვეს ეს ადამიანი და ღარიბაშვილი ხო პრეზიდენტს აქ ახლა შეწყალების კომისია არის არეკომენდაციო სტრუქტურა და არ არის ის რა ქვია ეს ერთი ამბავი იყო რომ ღარიბაშვილი ძალიან იყო გაღიზიანებული და წაღება უნდა და ამის და მეორე იყო ბესელია ნანა კაბაძე მანა კობახიძე რომლებსაც ფეხი არ ჩავადგმევინეთ შეწყალების კომისიაში არც მე და არც ზვიად ქორიძე და ამით იყვნენ გაცოფებულები რომ ვერაფერი ვერ მოგვიხერხეს და კბილები წაინტვრეს და ამიტომ პატრიარქს გული აუჩუყეს ათქვევინეს რომ შეწყალება კაი იქნება რომ მე მქონდეს ამის უფლება გახსოვთ არა მაშინ გამოვხდი მე თორე ეხა ვინ მრჯიდა მე რა არ ვიცოდი რომ მტკიცებულებები არ მქონდა ჯერტი მე არც მევალებოდა მაგრამ მე ჩემს ინდისთან მართალი ვიყავი ყველა მყავდა საქმის კურსში ჩაყენებული პრეზიდენტი სუსიც თავარი პროკურორი ზვიად ქორიძეც რაც თავარია და მე ჩემთვის საკრებულოში მილიონი საქმე მქონდა აი ეს იყო მთელი ისტორია ხა ეს იქით გადავდოთ მაგრამ ეს იყო მაგალითი იმის როგორ არ უნდათ გამოძიება ის კი არა აი დღესაც რო ვიძახდი რომ ხეები მოჭრეს 6 თვის წინ ზუსტად ნახევარი წელიწადი გავიდა ყაზბეგის 22-ში მოჭრეს ხეები 45 სახსალამად ხე და პროკურატურა მის ვერ გაარკვია ხა მე რომ საყვედურობე რომ აბა შენ უნდა გამოგეძიებინა ის ამბავი ვერ გაარკვია პროკურატურამ ხეები ხმელი იყო თუ საღი იყო მაგრამ ეს იქით გადავდოთ რა გზას დაადგა ახალ ხელისუფლება რუსთავიერის ამბავი რუსთავიერი შეიძლება ვიღაცას უყვარს შეიძლება ვიღაცას ძალიან ზულს არის ხალხი რომელიც ოცნებს რომ ბომბი დაეცეს რუსთავიერს იმდენად სიძულვილი არის გამოყოლილი იყო პერიოდი მე ძალიან ზუნდა რუსთავიერი მაგრამ ეს რაღაცა გვერდზე უნდა გადავდოთ და ასე უნდა შევხედოთ რომ დღეს რუსთავიერი არის საჭირო
რომ აი ამ პოზიციიდან ამ შინაარსით იყოს ქვეყანაში. იმიტომ რომ GDS-ი ვითომ გაყიდა, გაუჭირდა ბიძინა ივანიშვილს და ვითომ გაყიდა ესეთ რაღაც ზღაპრები მოუყვეს ეკაბესელიას. GDS-ი იმედი მაესტრო ჯიბეში ჩაიდო. პირველი აქცია მივიდა ვასიკო მაღლაფერიძე და მივიდნენ ნიანთაძე და გამორთეს 2 წლით. არა და თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვატყო, უბრალოდ გამორთეს ეს არხი. არა და თვითმმართველობის არჩევნების წინ ერთ-ერთი ტელევიზია იყო, რომელსაც კანონში უწერია, რომ ვალდებული იყო კანდიდატები და პარტიები თანაბრად გაეშუქებინა და ამიტომ გამორთეს და ეხლა რუსთავი 2-ის ჯიბეში ჩადება სტილობენ. ეს ხო არის 2-ჯერ 2-4, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ვერ გაითვალისწინა ხელფშო აიღეს სააკაშვილის მაგალითი. სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობას ყველა აქვს ხუა კონტროლებდა ყველა დიდარხს. უშველა ამან. ყველა სარედაქციო იმას ხუა კონტროლებდა. ერთი პატარა კავკასია იყო და ერთი პატარა მაესტრო და ამხელა კონკურენციაში ვიყავით, იმიტომ რომ მოთხოვნა იყო. ამაზე კი არ უნდა ხარჯავდე ენერგია შედალოცვილო. ქვეყანას მიხედე ლარიზაცია რო სიაფანდობაა ეს რაღაც ჰეჯირებული სესხები და 4 პუნქტიანი გეგმა და რაღაცა ზღაპრები რო დააბრე. ქვეყანა არის გაღატაკების პირას. ჩემთან აი დავასრულეთ, თუ შეიძლება. აი ხა წამოსვლის წინაც ერთი ქალბატონი დადიანზე ჩამოინგრა თავზე სახლი და გამგეობა არ ეხმარება რომ აღუდგინოს და თანხამიცეს. 263 ლარი ერთი კვირიანი ძალისხმევის შემდეგ ერთ ახალგაზრდას იმის ფული არ ქონდა ანალიზების გადავარიცხინეთ, ოღონდ ძლივს 1200 ლარი ჭირდება ერთ სამტრედიელ გოგოს უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოდან არ წერენ, იმიტომ რომ არა აქ ის ამოეწურა. საერთო დაზღვევა და რა გავაკეთო, იმიტომ რომ სამტრედიაში ზართულია აქ თბილისში რო იყოს კიდე რაღაცას ვიზამთ გამგეობები და ხალხი არ გაღატაკებულია ლუკამაპურს დაასდევს. ივანიშვილი შემოუწყია ფეხი ფეხზე და ჩაიძირა გარშემო მთელი ეს ქართული ოცნება ჭაობში და ამას არ იმჩნევს, იმიტომ რომ ასე მართავს ის ქვეყანას. ჯიბეში ჩაიდო ეს ქვეყანა არ აინტერესებს, თვითონ ერთი პრობლემა არ აქვს, ნატამალი დაასდევს და ათრევს ამ ხეებს აქეთ-იქით. სხვა პრობლემას ვერ ხედავს ამ ქვეყანაში. ქვეყანა არის გაღატაკებული და მისი ტიპები მოგვაჭდნენ თავს და ერთადერთ პრობლემად ეხლა დაისახა მედიის ბოლომდე მედიისთვის ლაგამის ამოდევა. რუსთავი 2 კი არ არის პრობლემა. რუსთავი 2 რო კრიტიკულ სიუჟეტებს აკეთებს. პრობლემა ის კი არა. ნაძირლები და მექთამეები რო ყავს შემოკრებილი. აი ეს არის პრობლემა. ტიპები რომლებიც 22000 ლარიან პრემიების მილიონებს ჩართული. თბილისის პრემია. როდესაც ვსაუბრობთ ნაზრაიძის მერია არის ერთი დიდი ბუდე კორუფციის. ხალხის წვალების, არაფრის კეთების და ფულის კეთების. უბრალოდ არის ფაქტები, ერთ-ერთი მე რაზეც იმ ბესელია კობახიძის ისტორიიდან რადასკვნაც გამოვიტანო, ძალიან მოვემზადე მთავარი არქიტექტორის წინააღმდეგ და ბოლოს ხო კუდი თქვა ვასროლინე, ხო, რომ საყეთურებდე ხო იმ ისტორიას და მოვიტანე დასკვნები. და თვითონ მერიის აუდიტის სამსახურსაც დავაწერინე, რომ მექთამე იყო მოსულიშვილი. სხვათა შორის ვასიკო, აი დიდი რეფორმატორი როა მედიაში, ვასიკო მაღლაფერიძე სიძე. იყო მთავარი არქიტექტორი, რომელიც აი პირდაპირ დახლი ედგა, რებს აკეთებდა, იცი ხა მე ჩემს ამაჟორიტაროში გადავაწყდი. თორე 10 სართულიანი კორპუსი გააფორმა 6 სართულიანი და 4 სართულის ფული ჩაიდო ჯიბეში. ბოლოს აუდიტის სამსახურს მოუწია. თქვენ დალოცვილებო, ეს ქვეყანა აი იმ კაც, იმ არხეინადროა წამოწული. ამისთვის ანდო ყველამ და მაშინ ამიტომ ვიყავით გაგიჟებულები. ჩვენ გვინდოდა რომ რაღაცა განვითარებულიყო და ეს რაღაცა გაღლეტილი ქვეყანა რაღაცას დამსგავსებოდა. ამის მაგივრად თავზე დაგვასვა ეს მექთამეები და ეხა უნდა რომ თელი მედია ჯიბეში ჩაიდო. არაფერში არ ჭირდება ეს მედიაში დალოცვილი. თუ გინდა რუსთავი 2-ის დაძირვა, მილიონერი და მილიარდერი რო ხარ, გააკეთე კაი ტელევიზია. გააკეთე წესიერი ტელევიზია და რუსთავი 2-ზე არ გადართავს არავინ. ამასაც ვერ ხვდებიან რომ არ არის კრიტიკული სიუჟეტი და კრიტიკული ტელევიზია პრობლემა. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა არის ივანიშვილის გარემოცვაში და თვითონ ივანიშვილი გახდა უკვე ამ ქვეყნის პრობლემა. აი ეს არის უბედურება. და ძალიან ცუდ რაღაცას მოიწევენ. ძალიან ცუდ რაღაცას მოიწევენ. ეს ხალხი როგორაა, ხო იცით არა, წვეთ-წვეთობით ხალხმა თვითონ არის ის კაცო მაციوارს რო გააღებდა. ის რა ობობის ხელით რო გამოტენილი და ლუკამაპური ენატრება გეუბნებით ყოველ დღე მე ვარ ამაში რომ 263 ლარი ოჯახს აქვს სანატრელი და 1200 ლარი როცა ძალიან ძიმე დღეშია ადამიანი და თავზე რო აქვს დანგრეული. ასე დღეში არის ხალხი და ამ ხალხს ყელში ამოსვლის. 1 დღე, 2 დღე, 3 დღე და ვერ გაასწრებს ვერავინ. განსაკუთრებით ვერ გაასწრებს ქართული ოცნების ის მექთამე ხალხი. ასლან აბაშიძე გასაქცევად რომ იდგა წიხლით ჩაყარა თავისი გარემოცვა. ერთ კარგად გაიხსენონ ისტორია. მადლობა. მაგრამ ამათგან არაფრის აღარ ველი, უბრალოდ ეს ქვეყანა მეწოდება. ეს ქვეყანა და ეს ხალხი მეწოდება ნამდვილად. იმიტომ რომ მეც და ამ ხალხსაც დაგვაწყდა ნერვები და ნუ მიიყვანენ იქან. დაანებე რა რუსთავი 2 და იმას კი ნუ დაძდე პირველად კაცო შენ მექთამეებს მიხედე იქ ჩემზე კარგად არის ის რა მექთამეებია და ბესელია კობახიძე თელი რაზმი რა დღეში არის რა დიდი მადლობა მე გადავდივარ სხვა სტუმრებთან ვუბრუნდები ისევ კონკრეტულად ნაზღაიძის საქმეს სალმე სამადაშვილს ვთხოვ თავისი აზრი დააფიქსიროს რომელმაც თქვა ძალიან კონკრეტულად რომ ნატ ნაზღაიძეს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება და ის გადაწყვეტილება რომელიც მიიღო სააპელაციო სასამართლომ მისი თავმჯდომარეობით კოლეგიამ მისი თავმჯდომარეობით უნდა გაუქმდეს. რამდენად
გაქვთ თქვენ მოვიდისავმე რომ ასეთი რამე რეალურად შეიძლება მოხდეს. ეს არის პრინციპული მოთხოვნა რომ სწორი იქნებოდა რომ ასე ყოფილიყო. მადლობთ გიორგი, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო მეც რომ მართლაც შემატრწუნებელია ის რომ აი ფონდიდან რომელიც გამოიყო დაზარალებულების დასახმარებლად, რომელშიც 17 მილიონი შედიოდა, აქედან 7 მილიონი როგორც პირადი შეწირულობა ჩვენი მოქალაქეების, გარდა 10 მილიონის, რომელიც ასევე ჩვენი ფულია გადასახადის გადამხდელების, უარი უთხრა ხელისუფლებამ ანაზღაურებაზე ადამიანებს, რომლებიც თაობები ცხოვრობდნენ იქ და დაენგრათ სახლი და ამ დროს აძლევს მილიონს ნაზღაიძის წვას. ეს რა თქმა უნდა რომ არის ძალიან უხეში კორუფციის ფაქტი, მაგრამ რას უნდა მოველოდეთ ჩვენ დღეს ხელისუფლებისაგან. მე პირადად არაფერს არ მოვლი ხელისუფლებისაგან, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ აი დღეს აქ ამ სტუდიაში რასაც ვისმენთ, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს. ჩვენ დღეს სახელმწიფოში ვცხოვრობთ მხოლოდ პირობითად. მხოლოდ პირობითად შეიძლება რომ დავარქვათ საქართველოს დღეს სახელმწიფო, იმიტომ რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილმა გადააქცია ტერიტორიად, რომელსაც ის მართავს ისე როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. აი მხოლოდ რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში ჩვენ ვხედავთ რომ მთელი სახელმწიფო აპარატი დაწყებული ადგილობრივი ხელისუფლებიდან, ანუ თბილისის მერიიდან დამთავრებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურით არის ჩამდგარი ბიძინა ივანიშვილის სამსახურში. ამიტომ ჩვენ დღეს აქ მხოლოდ რუსთავი 2-ზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ნაზღაიძის კონკრეტულად, ასე ვთქვათ, კორუმპირებული მოსამართლის საქმეზე და იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ამ მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებაში ჩაითვალოს რამენაირად სამართლიანად. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ რეალურად დღეს ვკარგავთ საერთოდ შესაძლებლობას და შანსს, რომ ვიცხოვროთ ნორმალურ სახელმწიფოში. აი ეს არის შემაშფოთებელი, აი ეს არის ასე ვთქვათ ის, რაც ჩვენთვის არის აუცილებლად იმისი სიგნალი, რომ აქ ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ დღეს გავჩუმდებით იმაზე, რაც მოხდა ნაზღაიძის შემთხვევაში, ჩვენ თუ დღეს გავჩუმდებით იმაზე, რაც ხდება დღეს რუსთავი 2-თან მიმართებაში, ჩვენ უბრალოდ ხმის ამოღების შესაძლებლობა შეიძლება საერთოდ აღარ მოგცა. მე მინდა უბრალოდ აქ კიდევ ერთ საკითხზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად განსაკუთრებით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი ჩვენ ახლა მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა საგარეო პოლიტიკის ასე მიმართულებით მივიღეთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ რაღაცა ესეთი განცდა, რომ თითქოს რადგანაც ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ამიტომ ამ ქვეყანაში თითქოს პროცესები ნორმალურად უნდა მიდიოდეს. ეს ესე ნამდვილად არ არის, ჩვენ არ შეიძლება რომ გქონდეს იმისი მოლოდინი და განცდა, რომ ვიღაცა საზღვარგარეთ, ან ვიღაცა საერთაშორისო ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მეტად შეწუხდება იმით, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრობთ ჩვენ ხვალ, ვიდრე ჩვენ თვითონ უნდა შევწუხდეთ. ამიტომ მე უბრალოდ ვისარგებლებ ამ ეთერით, იმიტომ რომ ეს საქმე იმდენხანს გრძელდება და იმდენად, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის ბიძინა ივანიშვილისთვის გამარჯვების მიღწევა რუსთავი 2-ის მის ნებას დამორჩილებას რაც შეეხება, რომ გარკვეულწილად შეიძლება ეს თემა ცოტათი გაიცვითა, მე ამისი მეშინია საზოგადოების, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის და შეიძლება გარკვეულწილად ჩვენი საზოგადოება ვერ ხვდება, თუ რამხელა საფრთხესთან გვაქვს ჩვენ დღეს ამ ქვეყანაში საქმე. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ფაქტიურად კი აღარ იმართება, გადაქცეული არის რაღაცა არ ვიცი, სოფლის ორღობეთ, სადაც ჭორებს თვითონ წერს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, თვითონ ავრცელებს, სადაც უბრალოდ რაღაცა ესეთი გარიგებებით, რომელიც ქალბატონი ნაზღაიძის შემთხვევაში გამოაშკარავდა და რამდენი არის ესეთი, რომლის შესახებაც ჩვენ ინფორმაციას ალბათ ვერ ვფლობთ, ხო, იმიტომ რომ რუსთავი 2 არის ძალიან მაღალი პროფილის საკითხი და სხვა საქმეებში ჩვენ არ გვაქვს, ხო, შეიძლება მსგავსი ინფორმაცია, რომ ჩვენ ხელში შემოგვეცალა უბრალოდ საქართველოს სახელმწიფო. აი ეს არის საგანგაშო და მე მინდა რომ ამ სტუდიაში ეს გავაჟღერო კიდევ ერთხელ. და რაც შეეხება, ასე ვთქვათ, თვითონ უშუალოდ ამ კორუფციის ფაქტს, მე აქ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ხარჯავს ჩვენს გადასახადის გადამხდელების ფულს
არასაკუთარ სახსრებს იმისთვის, რომ კორუფციულ გარიგებებში შევიდეს მოსამართლეებთან, რომლებიც მის გაკვეთას შეასრულებენ. დინოთ, სწორედ ამ თემის გამოძიებას ითხოვს ბატონ გიორგი, თქვენი გუნდი პარლამენტში უმცირესობა მოითხოვს, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელზეც ალბათ თქვენც ხვდებით, რომ უარს მიიღებთ უმრავლესობისგან, ისევე როგორც ეჭვმა აქვს, რომ ნატან აზღაიძეს დარჩება, რა თქმა უნდა, თავმდებაზე და იმ განაცხადებასაც ძალაში დატოვებენ, თუ უზენაესმა სასამართლომ არ უშველა საბოლოოდ სიტუაციას. ეს არ იქნება პირველი უარი. სისტემატურად თქვენი გუნდი ითხოვს კომისიების შექმნას, მაგრამ ასეთი კომისიები არ იქნება. რა სიგნალს აძლევს ამითი უმრავლესობის თითოეული დეპუტატი? თქვენ თვლით, რომ ამითი ისინი ფაქტობრივად თანამონაწილე ხდებიან, მეც დავასახელებ პირდაპირ იმ თეატრის, რომლის მოწმეც ჩვენ ვართ, როგორც ქალბატონმა სალომემ თქვა, რომლის სცენარსაც თვითონვე წერენ და შემდეგ თითქოს თვითონვე იძიებენ ყველაფერს. თეატრი ესეთი მსუბუქი სიტყვა არის, ეს არის დროში განგრძობადი, მრავალჯერადი და მრავალსახოვანი დანაშაული, რომელიც ხდება. მე მგონი სისხლის სამართლის კოდექსში არ დარჩა არანაირი დანაშაული, რომელიც არ არის ჩადენილი ამ 5 წლიანი ეპოპეის განმავლობაში, როცა მიმდინარეობს ბრძოლა რუსთავი ორის წინააღმდეგ. ცოტა ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, პირველი ცდელობა ბლიცკრიგისა, ასე ვთქვათ, მომენტალური გამარჯვებისა იყო. ნიკა გვარამიას დაპატიმრება, როცა იყო ცდელობა, რომ ესე მოკლედ მარტივად და ასე ვთქვათ, პრობლემების გარეშე მოეგვარებინათ ეს, მაგრამ იმდენად ყურით მოთრეული საქმე იყო ეს, რომ ეს ვერ მოხერხდა მაშინ. ამის მერე იყო საკანონმდებლო ორგანოს ჩართვით, კანონების, ასე ვთქვათ, სპეციალურად მორგებით, ცდელობა ფინანსურად დანგრევის ამ ინსტიტუტისა, როცა სარეკლამო ბაზრის კანონებში და ვთქვათ, სარეკლამო დროის განაწილებაში და რეიტინგების თვლაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილის სასურველი კომპანიის შემოსვლა იყო განზრახული. კანონებში სპეციალური ცვლილებები იქნა მიღებული, ასეც არ მოხერხდა. შანტაჟი, თვალთვალი, მიყურადება და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როცა ადამიანი, რომელმაც სავარაუდოდ და ეს საქმეც გამოძიებული არ არის, დააყენა მოსასმენი აპარატურა და სათვალთვალო კამერები რუსთავი ორის შენობაში, შემდგომ სახელმწიფო სამსახურში გადაიყვანეს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრემიებით, ასე ვთქვათ, სარგებლობდა ის ადამიანი, ვიზეც იყო საუბარი, რომ მან აქ, ასე ვთქვათ, ყველა ელექტრომოწყობილობას თითო გადამღები მიამაგრა. ბოლოს და ბოლოს მკვლელობა, რომელსაც დღესაც თვითმკვლელობის მუხლით არის აღძრული საქმე, ადამიანი, რომელიც ამბობდა ერთი კვირით ადრე, თავის გარდაცვალებამდე, რომ მე ვარ ზედმეტი რგოლი, რუსთავი ორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ვერ განვითარდება, თუ მე არ დამელაპარაკენ, თუ ჩემი საკითხი არ გადაწყდა. და მისი საკითხი ბჭყალებში სამწუხაროდ იმ ველური ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა, გადაწყდა და არავის არ ჯერა, რომ ადამიანმა ხვედი გაიკეთა, შუქია ანთო, მანქანა დაქოკა და ისე მოიკლა თავი და ამ დროს სათვალთვალო კამერები იყო მიტრიალებული. თავარია რომ ბოლთას ცემდა მანამდე ეს საქმე დახურული. და ბოლთას ცემდა და ეს საქმეც გამოცხადებულია როგორც გახსნილი და დახურული. კვლელობა, ცრუდასმენა, ადამიანის ყველა დაპატიმრება, თვალთვალი, რა ვიცი, შანტაჟი, ყველაფერი დროში განგრძობა და გაკეთებული ღია დაანონსებით და ღია საუბრით ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების, იმჟამად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის, იმჟამად პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის, ვიცე-პრემიერი კალაძის, უმრავლესობის წევრების ურიცხვი განცხადებები, რას ისახავენ მიზნად და რატომ მიმდინარეობს ბრძოლა რუსთავი ორთან. ისინი ამას არც მალავდნენ, არც ფარავდნენ. აი ახლა ბოლოს უკვე ამ, ასე ვთქვათ, კვირიკაშვილის პერიოდი რო დავარქვათ, აქ ცდილობენ, რომ ღია განცხადებები და წინასწარი ანონსები, აი ზეგრას იზამს პროკურატურა და მაზეგ როგორ მოიქცევა სასამართლო, ამას არ აკეთებენ, მაგრამ გულმოდგინეთ ბჭყალებში ისევ აპრაღებენ ყველაფერს, რაც ესე სამარცხვინოდ ჩვენ თვალწინ ხდება. გაყალბებული მიმოწერები, იქ ფოსტით გამოგზავნილი უკრაინიდან წერილები, კომპილაცია და მონტაჟი და საუბრების, ანუ ყველაფერი, მთელი სახელმწიფო აპარატი, უშიშროება, მთავრობა, პარლამენტის უმრავლესობა, აწი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც სისტემურად დაანგრიეს, სწორედ იმიტომ, რომ ასეთ გადაწყვეტილებებზე არ იღებდა მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. სასამართლოები, ყველაფერი, ანუ გარშემო ყველაფერი ინგრევა, გარშემო ყველაფერი ფუჭდება. რუსთავი ორის და მედიის საკითხიც არ არის. სახელმწიფო ინსტიტუტების გაუფასურება, ჩამოშლა, დისკრედიტაცია, საკუთარი თავის მასხრად აგდება ხელისუფლების მხრიდან. ეს ყველაფერი არის ყოველდღიური და ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა, რომელსაც იდეა ფიქსი თქვა, რომ 100 წლის ხეეზოში გადარგოს, აი ასეთივე იდეა ფიქსი აქვს დაეპატრონოს ამ ტელევიზიას. და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამით დავასრულებ. ეს არ არის
არც ამ ერთი ტელევიზიის საქმე, რასაც ვეთანხმები ალიკოს, შეიძლება ვიღაცას უყვარდეს რუსთავიორი, შეიძლება არ უყვარდეს, შეიძლება სხვა არხზე ერჩინოს გარდა თუ გადმორთვა. ეს არის ქვეყანაში ფუნდამენტურად განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალების, თავისუფლების, ქვეყნის ნორმალური განვითარების ოპოზიციისთვის ტრიბუნა და არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, ეს არის ტრიბუნა, სადაც ხალხი ლაპარაკობს და ეს კი არ არის პრობლემა, რომ ხალხი რას ლაპარაკობს, რატომ ლაპარაკობს ხალხი? აი კორუფციის გამო, სიღარიბის გამო, ჩამოშლილი ეკონომიკის გამო, იმის გამო, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ამ ყველაფრის არეკოა ხდება ამ სარკეში, რომელსაც რუსთავიორი ქვია. და აი ამ სარკეს დამსხვრევის სრული შეპყრობილი ხელისუფლება საბოლოო ჯამში აუცილებლად დაამსხვრევს საკუთარ თავს. ესე დამთავრდება ეს, იმიტომ არავის ეს ფუნდამენტური ომი მედიის თავისუფლების წინააღმდეგ არ მოუგია არსად. და ეს ვერ მოხდება ახლა. ფუნდამენტური ომი მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ეს არის სწორედ ჩვენი გადაცემის თემა. ჩვენ დავიწყეთ საუბარი რუსთავიორზე, მაგრამ ნელ-ნელა გადაცემის მეორე ნაწილში განსაკუთრებით გავაგრძელებთ საუბარს ზოგადად მედიაზე და კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს თემაც ჩვენ უკვე ვახსენეთ საუბრისას და მე ჩვენთან პოლიტიკოსებს, ქალბატონებს ვთხოვ სწორედ ზოგადად მედიის მიმართ წამოწყებულ შტურმზე გააკეთონ თავიანთი შეფასება. რა სახიფათო თამაშთან გვაქვს საქმე? ჩვენ არა, მოდი უფრო ვიტყვი, რა სახიფათო თამაშთან აქვს საქმე თვითონ ხელისუფლებას და საით მიყავს ქვეყანა ამ შტურმით. ქალბატონ თამარ. რესპუბლიკური პარტიის სახელით მივმართო პროკურატურას და დღეს მედიაში გავსალდა ფაქტი დადაშაულის შესახებ, ხვალ სამუშაო დღეა და ველოდებით ამასთან დაკავშირებით რეაგირებას. გულისხმობთ იმ ინფორმაციას, რომელიც დავით საყვარელიძისგან და შემდეგ ნიკა კვარამიასგან მოვისმინე. აბსოლუტურად მე მინდა რომ ეს მაყურებელმა იცოდეს კარგად. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი იმისათვის, რომ გამოძიება დაიწყოს და ველოდებით ამაზე რეაგირებას, მაგრამ სამწუხაროდ იმედი დიდი არ აქვს, იმიტომ რომ ბევრი გამოძიება იწყება და არ სრულდება. ამიტომ ეს არის ნომერ პირველი საკითხი, მე ვფიქრობ ამ ეთერის შემდეგ, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მეორე, რაც ხდება ყველაფერი რუსთავიორთან დაკავშირებით და ეს საკითხი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედროვე მოსამართლეები უძლებენ თუ არ უძლებენ ამ ყველაფერს ეგ აწყობს ხელისუფლებას საბოლოო ჯამში, რატო იცით, შეგრძნება რჩება, ერთხელ გავაკეთე კომენტარი, რომ ხელისუფლება გადავიდა ძალადობის აქტიურ ფაზაში გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს სასამართლოს ავტორიტეტი იქნება თუ არა, მას არ აინტერესებს მის მიმართ საერთოდ ნდობა იარსებებს თუ არა. მთავარებას ჰქონდეს ძალაუფლება და ალბათ მოსახლეობაში მალე ცოტა ხანში დათესავს შიშს. უბრალოდ არ გამოუვა, იმიტომ რომ არ გამოსვლია არც მის წინამორბედს, არც იმის წინამორბედს და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა რო შევხედოთ რას აკეთებს. 3 დღეა ვითხოვთ მთელი საზოგადოება იმას, რომ გაასაჯაროოს მასალები, ხო, გამოძიების მასალები, იმიტომ რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ პროკურატურა იძლევა. რას აკეთებს პროკურატურა? ასაჯაროებს მასალას, რომდაც საერთოდ ვერაფერს ვერ ვიგებთ. აბსოლუტურად გაუგებარი ხდება ყველაფერი, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის მტკიცებულება, ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ ასეთი წერილს გაგზავნოთ, მე შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არ არის მტკიცებულება. მე მინდა ეს მაყურებელმა იცოდეს. ამიტომ საბოლოო ჯამში რა იქნება? საბოლოო ჯამში როგორც წინა შემთხვევებში მოხდება ის, რომ ახლა მოსამართლეებს იტყვიან ალბათ, რომ მოგეთ არ დადასტურდა და დაიხურება საქმე, იმიტომ რომ არ არის ხელმოწერილი და მტკიცებულება არ იარსებებს და მოსამართლეები ალბათ დაშინდნენ ამ შეცდომაში შევიდნენ და მოგეთ გადავა ეს ყველაფერი მოსამართლეებზე და ესეც ისეთივე გამოუძიებელი, ანუ დახურული საქმე იქნება, როგორც სხვა მრავალი და შედეგი რა ისევ სასამართლოს ავტორიტეტს ადგება ზიანი. ამიტომ როგორც ეკუთვნებათ ხოლმე არჩევნების წინ, როგორც ნახეთ თითქოს მოსალოდნელი რევოლუცია. რომ არ აინტერესებს უბრალოდ მას სასამართლოს ავტორიტეტი. დღეს ის ამაზე არ ზრუნავს. ეს რო აინტერესებდეს, მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერს არ გაუშვებდა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ხა ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანის დასაქმება რა გახდა, მაინც და მაინც საკონსტიტუციო სასამართლოში რო არ გაუშვა, ყოფილი ვიცე-სპიკერი, დიახ, პირველი ადამიანი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებაზე იმაშობოდა, რა ქვია, ამართლებდა ხელისუფლებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ახლა ის ადამიანი დღეს ანუ აქ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივი დასკვნა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება გადადის ძალადობაზე უკვე ღიად ყველა მიმართულებით. მანველ კობახიძე მონაწილეობას იღებდა იმ გადაწყვეტილებაშიც, რომელიც პარლამენტმა მიიღო ღამით, გახსოვთ თქვენ, რომელსაც დიახ საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად ეხლა ამას დავამატოთ კიდე სხვა მიმართულება, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ანუ არ შეიძლება არ დავეთანხმო, იმიტომ რომ ინტელექტში ნამდვილად უჭირთ, იმიტომ რომ ზუსტად იგივეს აკეთებენ ერთ-ერთში, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ თქვენ რო განახат, მე არ ვიცი, ალბათ ნანახი გაქვთ, ის ცვლილებები, რომელიც ვიღაცამ დაწერა, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა შეიტანონ, აბსოლუტურად აბრუნებენ წინა კანონს, რომელიც გამოვასწორეთ და ვეცადეთ, რომ ყოფილიყო მეტნაკლებად ვაღიარეს, რომ პოლიტიკური ინტერესები არსებობს და ბალანსი, მაგრამ ეხლა ორი ადამიანია, რომელსაც სამეურვეო საბჭოთაც გამოაქვს ამბავი,
უბრალოდ ამბის გამომტანები არიან, იმიტომ რომ ისინი გავლენას ვერ ახდენენ გადაწყვეტილებაზე და დღეს უკვე ესეც არ უნდათ, იმიტომ რომ საქმე როგორ ვინც, აი მაგალითად რო გავყვეთ სამართლებრივად რა ხდება დღეს საზოგადოებრივ მოუწყებაში. გამოდის ახალი დირექტორი, მისული არ არის, მთელ 10 წლიან ცოდვებზე ლაპარაკობს ამ ტელევიზიის და ლაპარაკობს იმაზე, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, როცა პოლიტიკური პარტიებს როგორც ალეკომ თქვა, სჭირდება საეთერო დრო, პლურალიზმი არ გჭირდება. ეს ამას ნიშნავს ცალსახად, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იჯდნენ ეთერში. ამას აკეთებს ახალი დირექტორი, აჩერებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებს, რომლებიც პირდაპირ კანონით დადგენილი ვალდებულებაა. ეს თუ გააჩერებს ახლა და ამას სამეურვეო საბჭო დაეთანხმარება, ეს იმას ნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭო მის მიერ დამტკიცებულ პრიორიტეტებს ვერ შეასრულებს. კანონით ეს იმას ნიშნავს, რომ სამეურვეო საბჭო რო წარსდგება პარლამენტის წინაშე, ვერ წარადგენს ანგარიშს, სადაც ის იტყვის, რომ საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები აქვს შესრულებული. ეს არის პარლამენტისთვის შესაძლებლობა, ანუ პარლამენტი ასე დროს უფლებამოსილია სამეურვეო საბჭო დაითხოვოს. ამის შემდეგ მას ხერხი აბსოლუტურად ეხსნება, შეიყვანს ვისაც უნდა საბჭოში შეცვლოს კანონს ყველაფერს და სისტემას ქნის სრულად გაუმჭრვალეს, ანუ არ უნდა ამბის გამომტანი არსებობს, ამიტომ აღარ მიგოს. ამიტომ რა სრულიად კიდევ ერთხელ მაყურებელს რომ არ არის პრობლემა კრიტიკული მედია და ასე შემდეგ და უკეთესი შეგიძლია გააკეთო, რატო უნდა დავხარჯო ზედმეტი რესურსი, იქიდან იმ ორ ადამიანს მოაშთობენ, აქიდან ჩვენც შეიძლება შეგვიზღუდონ ეს შესაძლებლობა, ეს ერთადერთი ფანჯარა, არა, ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ადამიანებს სიტყვის თავისუფლებისთვის წვავდნენ და დღეს უკვე სხვა ვითვარებაა და სხვა ეპოქა. სიტყვის თავისუფლება თავისას აკეთებს და ეს წარმოუდგენელია საერთოდ ამის წინააღმდეგ სრულიად. რაც თავარია საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში ნაზრაიძის შემთხვევის არ იყოს, ეს არ ხდება ვიღაცის კერძო კომპანიის ფულით, არამედ ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ფულით. წარმოიდგინეთ 40,000 გვახდევინებს დღეს გენერალური დირექტორი იმისათვის, რომ ტელევიზია არ გქონდეს. ჩვენ ხო ვიხდით 40,000 კი არა, უკაცრავ 40 მილიონს ხო. 40 მილიონს ვიხდით იმისათვის, რომ ტელევიზორში გადაცემა აღარ იყოს. ტექნიკა რო შევისყიდოთ, მაგაშიც გვაქვს. ყველაფერი შეიძლება მოსახლეობა ფაქტობრივად მოსამართლეებს ჩვენ ვხდით ბიუჯეტიდან ფაქტობრივად ვახდევინებენ, ასე ვთქვათ, მოვისყიდეთ მოსამართლე ჩვენს გაგვირია ჩვენ დაუნებურად თამაში. ტელევიზიას ვხდით 40 მილიონს და მომდევნო წლის განმავლობაში როგორც მინიმუმ უნდა ვუყუროთ მექანიკურ რომ დღეს ჩვენ გვაცნობს, დღეს კი არა გუშინ პრეზენტაციის დროს გვაცნობს, რომ 40 მილიონი უნდა დავხარჯოთ, მაგრამ ეთერი აღარ გვექნება, უბრალოდ აღარ ვერ ვილაპარაკებთ. და ასეულობით ადამიანი დარჩება უმუშევარი. რაც თავარია თვითონ იმუშავებენ და ხელფასს აიღებენ. ესეც დარჩება და აი ასეთი აი ეს არის კომპლექსური საკითხი. აი ძალიან შორშელი წავიდეთ. ყველა სფეროში ხდება. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ ძალადობის აქტიური ფაზა იწყება და ეს არის პრინციპში ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ნებისმიერ ხელისუფლებამ. დიდი მადლობა. და ეს ხდება ყოველთვის მეორე ვადით უკვე როცა ირჩევენ ხელისუფლებას. დიდი მადლობა. ქალბატონინო, თქვენთან გადმოვდივართ. უმრავლესობის მქონე ხელისუფლება ყოველთვის საქართველოში ამის გამოცდილება გვაქვს, ამას ესეც ვიცით. და ეხლა რაღაცნაირად ისევ გავნაწილდით, რომ აქეთ მხარეს ხედავთ ის ადამიანები, ვინც 2012 წელს ვებრძოდით იქით მხარეს მსხდომ ადამიანებს და ვიბრძოდით სწორედ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროკურატურა არ ქონოდა, რომ მედია ყოფილიყო თავისუფალი, რომ სასამართლო ყოფილიყო დამოუკიდებელი და მე მართლა 2012 წელს ძალიან მხარდამჭერი ვიყავი, მხარდამჭერი კი არა, ერთ-ერთი აქტიური თანამებრძოლი ვიყავი ბატონი ბიძინასი და ვიცოდი, რომ დიდი, ესე იგი ეკონომიკური აყვავება შეიძლება არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში, მაგრამ ის რომ მედიას არ დაუწყებდით ბრძოლას, მით უმეტეს მას მერე რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ და მართლა ერთი ფანჯარა იყო კავკასია, რომლითაც სუნთქავდით დანარჩენი საქართველო, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ იყო და მერე გაჩნდა მაესტრო და ეს რომ ჩვენთვის იქნებოდა ღირებულება, რომელსაც დავიცავდით, მე ამის შეიძლება გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მაინც მჯეროდა. პროკურატურა რო არ იქნებოდა ასეთი პოლიტიზირებული, რასაც ბევრი ფული არ უნდა, უბრალოდ ჭირდება ნება და ის ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, ეხლა ზუსტად ისევე არ გადაეფარებოდნენ ამ ხელისუფლებას და არც ერთ საგამოძიებო კომისიას არ შექმნიდნენ, იმიტომ რომ ხელისუფლებაში რაღაცა ისი არ არის შემთხვევით არ აღმოეჩინათ, ეს ნამდვილად არ მეგონა. როდესაც ლაპარაკობთ კორუფციულ ფაქტებზე, გიორგი, მე
ვინ უნდა გამოიწვიოს შოთაძის პროკურატურამ და ვინმე ჩვენ სანდოობა გვექნება ამ პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმის მიმართ თუ რომელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი მურუსიძის სასამართლომ თუ ბუგიანიშვილის სასამართლომ რომელმაც ბატონმა ბიძინამ თქვა რომ კამბელების ბიჭებმა გაფლანგეს მილიონები და ბუგიანიშვილის სასამართლომ ეს განაჩენი გამოუტანა ზაფხულში გამოვიდა ბატონი ბიძინა განაცხადა რომ არ გაუფანტავთო მილიონებიო ისო რა ქვია მაგრამ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გამოიკვეთაო და სააპელაციო სასამართლომ ეხლა ეს განაჩენი დააყენა ჩვენს წინაშე რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ რომელი ინსტანცია ეს ხომ სახელმწიფოს საფუძვლებია, სახელმწიფოს ფუნდამენტია, დემოკრატიული სახელმწიფო ამაზე დგას და არც ერთი ინსტიტუტი არ მუშაობს, ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც მეტნაკლებად იჭერს ბალანს, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომლის ასევე გაუქმება უნდა და ქართული ოცნებისთვის იმის უფლების მიცემა, რომ ეხლა მან დაგვინიშნოს პრეზიდენტი, რომ საერთოდ არც ერთი დამბალანსებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში არ არსებობს. კონკრეტულად მედიას რომ დაუბრუნდეთ. რა მედია? რა მოხდება საქართველოში, მართლა ყველა გეგმა რომ ახდეს ხელისუფლების რუსთავი ორი გადავიდეს თითქოს ქიბარხალვაშის ხელში და შემდეგ გასაგებია ვის ხელში აღმოჩნდება ის და პირველ რიგზე ფაქტობრივად უკვე ნათქვამია რომ არანაირი გადაცემა არ იქნება. ან ჩვენ რა გვექნება იმედი მაესტრო რომელიც აშკარად ამას ნებისმიერი მაყურებელი მიხვდება სამთავრობოა პირველ რიგზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე საერთოდ არანაირი გადაცემა მოამბის გარდა და საბოლოოდ რუსთავი ორიც ვითომ ქიბარხალვაში. მოდი ასე რაც მიმდინარო როგორც კი შეტევა დაიწყო რუსთავი ორზე მე მაშინ ვიყავი უმრავლესობის წევრი და ვამბობდი რომ არ შეიძლება დამოუკიდებელ მედიაზე მოგწონს თუ არ მოგწონს განახორციელოს შეტევა, რადგან ეს უკვე არის ამ ხელისუფლების სტილი და აუცილებლად მიგვიყვანს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ამ რუსთავი ორის წინააღმდეგ რომ გამოყენებული იყო მთელი პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლო როგორ ჩაიგდო ოცნებამ ხელში ესე იგი თავარი მათი იდეოლოგიის მთავარი საყრდენი რა არის რომ ნაციონალებისგან უნდა გავათავისუფლოთ და ხელისუფლება რომ მე ვარ და ეხლა ოცნების მიერ კონტროლირებადი რომ გაცილებით უფრო საშიში რამ არის სახელმწიფოსთვის ამაზე არავინ არ საუბრობს იმიტომ რომ მხოლოდ ხელისუფლება შეუძლია გავლენა იქონიოს და უზურპაცია მოახდინოს იმ ძალაუფლების რომელიც მას არ ეკუთვნის რაც არ უნდა ჩაიდინოს საყვარელიძემ ან სააკაშვილმა ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი ეს არ არის სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი. ამის მოტანა შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას. ამიტომ ვართ ჩვენ ასე ჩასაფრებული ხელისუფლების ყოველ ნაბიჯზე და რაც და უნდა ვიყოთ და დავირაზმოთ საზოგადოება რომ არ გაუვიდეს ხელისუფლება ამ ძალაუფლების უზურპაცია. დიახ, კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ საზოგადოება აუცილებლად. რაც შეეხება მედიას გუშინ უკვე ყველასთვის ცხადი გახდა როგორც ალიკომ თქვა მეც მართალი გითხრას მნები ძალიან აქტუალურია ეს ორი დღე ზუსტად ეს უნდა გამიჩნდა თავში რომ გამორთო ვასიკო მაღლაფერიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელი ვასიკო მაღლაფერიძეს რომ ნიშნავდნენ მე ვიცოდი რომ მას რაღაც განსაკუთრებული მისიით ნიშნავდნენ და სრულად ცინიკური დანიშვნა იყო ეს იმიტომ რომ ყველა მიცოდა ვისი წარმომადგენელი იყო იქ ვასიკო მაღლაფერიძე მაგრამ ასეთ მისია თუ ექნებოდა რომ გამოერთო საზოგადოებრივი მაუწყებელი თან ამისთვის დაერქმია ანტიკრიზისული გეგმა და სინამდვილეში სწორედ იმ კრიზისის გაღრმავება რაც მასმედიაში და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ხდება საქართველოში ეს ფაქტია ასე რომ დიახ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიტყვის თავისუფლებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის და საბჭოთა კავშირი 21 საუკუნეში არ გამოვა თუმცა ძალიან დიდი სურვილი რომ იქითკენ ვიაროთ სახეს მადლობა ქალბატონინო ჩვენ ერთი წამით მაღლაფერიძეზე ყველას გამოეპარა ერთი ნიუანსი მაღლაფერიძე ამბობს ეს თქვა ეხლა ზუსტად ფრაზეოლოგია არ მახსოვს რომ
შენობაც არ გვინდა. ანუ არ მოწონთ ის შენობა. ანუ ეს რას ნიშნავს? პრეზენტაცია შენობაზე საუბრით დაიწყეს. ანუ ის რას ნიშნავს? ეხლა მე არ მიყურებია ბოლომდე, იმიტომ რომ არ შემიძლია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია არის ბიზნა ივანიშვილის. ეს ნიშნავს, რომ იმავე ტერიტორიის მიერთება უნდა ამის ინფორმაცია გამოვიდა. ანუ პრაქტიკულად თბილისში ყველა ეხლა აი საკრებულოს წევრია აქ და იცის, ყველა პრაქტიკულად თბილისში ყველა სტრატეგიული ადგილი ეს არის იპოდრომი, ეს ლაგუნავერე, ეს ბასეინი, უნიკალური დაასამარა, ეს აბრეშუმის ქარხანა, აი ყველა ეს სტრატეგიული ეს ჩაიგდო ხელში და ეხლა უნდა საზოგადოებრივი ტელევიზიის მაუწყებლობის შენობა. ეხლა ამას რაც უნდა ლაპარაკი, ყველა მიცის და ეს ინფორმაცია გამოსული არის. არცეთი აი იანთაძე ჩემთვის მაგალითად სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები გააკეთა მან და არც ერთი ადამიანების რომლებიც წლობით მუშაობდნენ იქ, რომელთაც ამით შეეზღუდებათ არა მარტო ხელფასი, არამედ პროფესიული შემოქმედებითი მოწოდების განხორციელების უფლება. ამ ადამიანების ბედზე აბსოლუტურად არ ფიქრობენ, უბრალოდ გამორთეს და ამ ადამიანების ბედზე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, ისინი უკვე ჩატარდნენ. მოკლედ, ხალბატონთამა. დიახ. სავარაუდოდ ამ კვირაში პარლამენტი განიხილავს უსაფრთხოების ეგრეთ წოდებული მოსმენების პაკეტს, რომელიც არის კატასტროფული. აქამდე არ ჰქონდა დაკანონებული ხელისუფლებას უფლება შესულიყო მობილურ ოპერატორებში შემოწმებინა და დაეჯარიმებინა. დღეს ის ამ უფლებამოსილებას იკანონებს. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ყველა მახსენა აქ უსაფრთხოების სამსახურის გავლენა და ძალა და ნუ ატყუებენ მოსახლეობას თითქოს ძალიან პროგრესულ კანონს იღებენ. სამარცხვინოა, კატასტროფულია ის, რასაც საზოგადოებას თავაზობს. გააფართოვდეს მათი უფლებამოსილება. ჩვენ გვექნება ამის შესახებ მთელი სიუჟეტი პოსტსკრიპტუმში. ზუსტად ნაწილი ამ ძალაუფლებას. ამ საფრთხის შესახებ ჩვენ გვექნება სიუჟეტი. იმალობა გიორგი კლდიაშვილია ჩვენთან ერთად, რომელიც არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და ბოლოს ამ ბლოკს შეაჯამებს როგორც ნეიტრალური მხარე. მანამდე მე მინდა სტუდიაში კიდევ ერთი სტუმარი მოვიწვიო, მამუკა ახვლედიანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სახელიც აგრეთვე ინტენსიურად ფიგურირებს სხვადასხვა ჩანაწერებში. დიახ, ნიკა გვარამიასთან და 6 მილიონთან ერთად. მამუკა, საღამომშვიდობისა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ფიგურირებს თქვენი სახელი მაინც ასე ინტენსიურად ამ ჩანაწერებში? ნიკაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გადამეხადამე მამუკასთვის 6 მილიონი, რა გამიკეთა, რა საქმისთვის უნდა დამეხადა და ასე შემდეგ. რატომ ფიგურირებს თქვენი სახელი ასე? ანალოგიური კითხვა აქვს, მეც უბრალოდ მართლა ვერ გავერკვიე, რას უკავშირდება ეს ყველაფერი. ერთადერთი უბრალოდ რასაც ფიქრობ, ძალიან ეშინიათ იმ პრობლემებზე საუბარი, რაც არის სასამართლო სისტემაში, იმიტომ რომ შეიძლება ეს ვინმესთვის ნაკლები მნიშვნელობის იყოს პოლიტიკურ სიტუაციასთან, მაგრამ მთელი სათავე თქვენს ყველა ხედავთ, რასაც საუბრობთ, არის ის უსამართლობა, რაც არის ქვეყანაში გამეფებული. უბრალოდ მე მგონი სასამართლო კი არ დააკნინეს და კი არ ზრუნავენ, რომ რაღაც ავტორიტეტი პირიქით ცდილობს, რომ არ ქონდეს ავტორიტეტი სასამართლოს, იმიტომ რომ ადამიანებს არ ქონდეთ სიმართლის პოვნის იმედი და ერთადერთი ვინმეს უნდა მიმართონ ამ ხელისუფლებას, ან ვიღაც უშიშროებას, ვიღაცას უნდა ესაუბრონ, რომ მიიღონ ის შედეგი, რაც მათ სურთ და არა სამართლის მიხედვით. უბრალოდ ეხლა წარმოუდგენელია დღეს კიდე ახალი გავრცელებული რაღაც 3 მილიონი კითხვები. მუდმივად საუბრობთ რაღაც ესეთი პრობლემურ თემებზე, ამბობ რომ მაგალითად რაღაც რეფორმები, მესამე ტალღა, არაფერი არ ხდება სასამართლო სისტემაში. ამას არავითარი ტალღები არ შველის. უბრალოდ პირიქით, აი ნებისმიერ ამოქმედებაც ხდება, აი პირველმა ტალღამ გამოიწვია ის საბჭო, რაც არის დღეს. საპირისპირო ხდება, არ ხდება ის რაც უნდა ხდებოდეს. მაგრამ ეხლა შეიძლება ეს იმ მასშტაბის პრობლემა არ აღიქვას ადამიანებმა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ქვეყანაში არ იქნა დამოუკიდებელი გამოძიება და არ იქნა სასამართლო, უბრალოდ დანარჩენ ყველაფერზე საუბარს უბრალოდ აზრი არ აქვს. აი მე პირადად ჩემს საკითხთან დაკავშირებით, აი კითხვა გაჩნდა თქვენი საიდან გაჩნდა ეს ქონება მამუკა ახვლედიანის ანგარიშზე? საით რატომ არ იყო 2015 წელს და რატომ გაჩნდა 2016 წელს? მათ თქვეს რომ ეს არის 6 მილიონად შეფასებული ქონება და ამითი თითქოს ამტკიცებენ რომ აი ეს არის ნიკა გვარამიასგან მიღებული. რაც მეათეთ ფასში გადავცემ ნებისმიერ ვისაც უნდა თუ რატომ ქონება არის იქ. არავითარ ქონებაზე არ არის, აქ არის საუბარი სკოლაზე, რომელიც 1/13 ეკუთვნოდა ჩემს სიძეს, 2/13 საკმაოდ დიდი დავალიანება ჰქონდა ამ ადამიანს. სადღაც ჩემს მეუღლეზე გამოიყო $350,000 კრედიტი და სკოლამ, აი წარმოგიდგენთ 2 წელიწადნახევარი უნდა გადაეხადა კრედიტი. გახდა 10 წლიანი კრედიტი, ესე გაიზარდა კრედიტის ვადა 4 ჯერ
და კრედიტის ოდენობა გაიზარდა 0.5-ჯერ. აი ეს ბანკისთვის გაცილებით კარგი ოპერაცია იყო, მომგებიანი, არაფერს არ იხდის სკოლა, შევთავაზე პროექტი რომ პირიქით მე მინდოდა სახე ხა რაღაც ხომ და გააკეთოს ადამიანი, ერთი წელია წავედი სასამართლო სისტემიდან. რაღაც ხომ და გააკეთოს ადამიანმა. ეს განათლების სისტემა იყო, ის სისტემა, სადაც ადამიანმა შეიძლება არ იყო დამოკიდებული არც ხელისუფლებაზე, არ მინდა ეს პოლიტიკა, არ მინდა რამე პროცესებში ჩართვა. ეს არის ღია და საჯარო. ამიტომ ვითხოვ რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მე ვამზადებ სარჩელს. აუცილებლად შევიტან ამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ ეს სულუკიანი ჩამონათვალით გზელი მაქვს სულუკიანი ძიძიგური ბესელია დინარაძე ხალაკვაძე ხაინგრავა ოფშორულ ზონებში ქონებაზე რაზე იყო ანუ ეს არის სრული აბსურდი ერთადერთი იურიდიული კონსულტაცია ვეწეოდი არის უკრაინული კომპანია რომელიც მუშაობდა გესების პროექტზე არის ქართულ კომპანიასთან კიდე რაღაც წინის ფლობელი და დღემდე მათთვის შეუძლიათ გადაამოწმონ სადღაც 500 ლარის ფარგლებში პირადად ჩემს საკონსულტაციო ბიუროს აქვს გადახდილი დოკუმენტაციების რეგისტრაცია, თარგმნა, დარეგისტრირება და არავითარი ოფშორი, ეს არის ქართული კომპანია, რომელიც შეიქმნა საქართველოში, დარეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში და ყველა ეს ოპერაცია არის უბრალოდ აი ისეთ აბსურდულ თემებს ვისმენ ეს დღეები, აი კიდე უკრაინიდან ჩართვა იყო. იქ ერთი ატყდა კიდე რომ სახელი და გვარის მიწერასთან ერთად სურათის დაამატუნა კიდევ უფრო დამადასტურებელი იქნება ყველაფერი. უბრალოდ ვეღარ ხვდები რას გავცე პასუხი, რა თემაზე ვისაუბრო. აი ხა 6 მილიონი ვინმე გონია რომ 10 თეთრია დაიმართა. სახელმწიფომ თუ ეს იცის რომ 3 წელიწადია ნიკა კვარამიან 6 მილიონი გადამიხადა და აქამდე ამდენს მასაუბრებს. უბრალოდ მე გაკვირვებულია, მე მართლა უკვე დაკარგული უნდა ვიყო ხო სასამართლოს თავმჯდომარემ თუ 6 მილიონი ავიღე. ოპოზიციაში გონიათ მე მგონი ისევ თავი. თქვენ თქვით რომ აღარ დაასრულეთ სარჩელის შეტანა. დიახ, აუცილებლად ამ საკითხზე შევიტან და ამ პროცესს ამიტომ ვითხოვ პოლიტიკოსებისგან და ჟურნალისტებისგან სასამართლო სისტემას მინდა მოვთხოვო რომ აქ არის ჩასატარებელი სულ 9 საათიანი პროცესი. აი ყველა დოკუმენტი აბსოლუტურად საჯაროდ შეიძლება ინახოს ღია პროცესზე და წაგების შემთხვევაში არის თანხის ოდენობასაც ვანზუსტებ რომ ეს უნდა გახდეს პრეცედენტი რომ მოსამართლეების ღირსება ესე ხელაღებით არ შეიძლება მოსამართლეებზე საუბარი ცრუ ბრალდებების წაყენება მე ვიყავ მოსამართლე იმ პერიოდში და ეს გადახდილი ნებისმიერი თანხა ეს 10000 იქნება თუ 100000 იქნება გადახდილი უნდა გადაერიცხოს იურიდიულ ფაკულტეტს რომ აღარ გაიზარდოს მსგავსი მორალის როგორც არიან წულუკიანი დინარაძეები და მსგავსი ადამიანები რომლებიც არ ვიცი რა სიბინძურეს მოიფიქრებენ კიდე და რას გააკეთებენ უბრალოდ ვეღარ ხვდები აი ხა ნიკა აქ ზის ნიკას ვინ დგას ამ ყველაფრის თქვენ ვერ ხვდებით мотиваციას მაგრამ ვინ დგას ამ ერთადერთი რასაც ფიქრობ ამის უკან დგას სუსი უბრალოდ იმიტომ რომ ვიცნობ ვანო ზარდიაშვილს ვინ არის ახლა საუბარი იყო სტუდიაში რას წარმოადგენს და რას აკეთებდა სასამართლო სისტემაში მანამდე ამდენად წარმატებით რას აკეთებდა თქვენს რომ თქვათ კიდევ ერთხელ ამაზე იყო საუბარი ხელმძღვანელი თბილისის სახალხო სასამართლოში და პირდაპირ იყო სუსის უშიშროების დავალებების შემსრულებელი რომელსაც მიტინგებზე დაყავდა სასამართლოს თანამშრომლები აი ნაციონალების პერიოდში უამრავ უშიშროების დავალებებს ასრულებდა ეს ადამიანი დღეს არის პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეს არის პირდაპირ არის ესე რომ ვთქვათ მეგობარი საერთო წრი არის ჩინჩალაძე დინარაძე ეს ზარდიაშვილი უყვართ მაგათ უშიშროება სამივე ეს ნუ აი ერთი წრი არის და ამას ფიქრობ რომ ამ ადამიანების ავადმყოფურ აზროვნებაში ეს ყველაფერი მოხარშვის სხვა სახელს უბრალოდ ვერ ვარ მე რა კავშირში შეიძლება ვიყო მე ხა კიდევ ერთხელ ვთქვი რომ არა მარტო ნიკას ძალიან ბევრ ადამიანსაც ბიზინა ივანიშვილსაც ბევრჯერ შევხვედრი ვარ არასოდეს თუ ვინმე საინტერესებს კიდე ბევრს ქონდა კითხვა არასოდეს ამ ადამიანსაც არც ერთ კონკრეტულ საქმეზე ჩემთან არც მე თქვი და რატომღაც არც ერთ ჟურნალისტი ერიდებიან სხვა ტელეკომპანიები და იმედია თქვენ არ ერიდებით იმიტომ რომ ბევრი რაღაცები რაც ვისაუბრე ამ პერიოდში არც ერთი არ გაუშვეს ტელევიზიით სხვა თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხართ და შეგიძლიათ არც ერთხელ არ უსაუბრია მიმდინარე საქმეზე არც ერთხელ არც ბატონ ბიძინა ივანიშვილის არ შემოუთავაზებია ჩემთვის თანხა და არასოდეს არ ყოფილა რაიმე გახმაურებულ საქმეზე მახსენდება 1-2 საქმე რომელიც უკვე დასრულებული იყო და ამ თაობაზე ზოგადი საუბარი იყო აბსოლუტურად განსხვავებული სასამართლო სისტემაზე და ძალიან ბევრ თემას მოусმინა ამ ადამიანმა და დღემდე მეკითხებიან რომ ალბათ იქიდან არავის არ გაუკეთებია ეს ჩემთან არ ქონიათ ამ ტიპის შეხება და არასოდეს არ ყოფილა ამ ტიპის საუბარი თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით ესე ხელისუფლების წრეებიდან პირდაპირ არ მოსულა მაგრამ მინახავს მაგალითად ეხლა ცოტა სკანდალურ ინფორმაციასაც გეტყვით რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მინახავს 2 სხვა სარჩელი რომელიც სასამართლოში საერთოდ შემოსულა. რა სარჩელებს გულისხმობთ? მომზადებული სარჩელი. მომზადებული სარჩელი აი ნუ ისეთ შინაურ წრით ვერ ვიტყვი რომ ეს ხელისუფლებიდან იყო პირდაპირ, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებს დავარქვევდი ნამდვილად, რომელსაც უბრალოდ დაინტერესებდათ მოსაზრება სასამართლოს თავმჯდომარის ალბათ
და გამახსნეს ეს ინფორმაცია. საჩელი რომ შემოსულიყო სასამართლოში. საბედნიეროდ შემიძლია დადასტურებულად ხილოთ სასამართლოში არ მოხვედრა. მოდეში რას გეჩვენებთ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები? ვისგან იყო და რა ტიპის საბა დაინტერესებდათ, რომლებიც შეიძლება ისე ვთქვათ, მეგობრათაც თვლიდნენ თავს და რაღაც კონსულტაციის რჩევის სახით აინტერესებდათ. გაჩვენეს წინასწარ სარჩელი, ეს სარჩელი. ხო, მოსაზრებები, სარჩელის ფორმატს არ ქონდა მიცემული, უბრალოდ რას აპირებდნენ რუსთავიორის წინააღმდეგ. რა შეგიძლიათ გითხრათ რას აპირებდნენ? 13 წელში და დაწყებული აი ხნის განმავლობაში უბრალოდ ეს არ მოხდა, მაგრამ შეგიძლიათ გითხრათ ბატონო კონკრეტულად რა იყო, რა ფორმის სარჩელები იყო ეს? ეს ზუსტად ამ ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, რომელიც დიმ ფიგური მაგალითად არ მინდა რომ დავასახელო, იმიტომ ეს იყო მოსაზრებები, თორე მე გეუბნებით რომ ორი სარჩელი პირადად მაქვს ნანახი და წაკითხული, რომელიც რუსთავი ორის წინააღმდეგ უნდა შესულიყო სასამართლოში. მეტი როგორ გითხრათ ახლა ეს იყო კიდევ ერთხელ ორი სარჩელი წინასწარ მომზადებული ორი სარჩელი თითქოს ისევ ქონებრივი დავა უნდა ყოფილიყო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მხრიდან ყოფილიყო პირდაპირ შემეძლო რომ აუცილებლად უნდა განმეცხადებია მაგრამ ეს იყო ისეთი ადამიანებიდან რომელსაც ვერ ასე ვთქვათ ვერ დაადანაშაულებ რომ ის არის ხელისუფლების მხრიდან მოსული ეს უფრო მეგობრულ რჩევას აზრს და იურისტის აზრის კითხვას გავდა აი ამის თქვა მინდოდა უბრალოდ კიდევ ერთი გეუბნებით რომ განკვირვებული ვარ ალბათ ეს აინტერესებს ვინმეს რომ ვინმე რამეს თავაზობდა არც ვინმეს ხელისუფლებიდან თუმცა საუბრები ბევრისგან ყოფილა სურვილები რაღაც თემებზე ზეწოლად მოსამართლეებზე მაგრამ ის ყველაფერი რასაც თავი გაართვა სასამართლომ მე არ ვთვლი რომ ამას აფიშირება ჭირდება რასაც გავართვით როცა ვერ გავართვით თავი ხო მაშინ მე განცხადება გავაკეთე რომ ეს არ შეიძლება ეს უკვე სიმახინჯეში გადადის ამას ძალიან ბევრი ფაქტორმა გამოიწვია ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ უფრო აი რაში უნდა გადაიხადათ მათ ზედმეტი წარმოდგენა აქვს სასამართლოს თავმჯდომარეზე ზოგადად ვინც ამას საუბრობს უბრალოდ როგორ შეუძლია სასამართლოს თავმჯდომარე ალბათ შეუძლიათ ამ ტიპის თავმჯდომარეებს ახლა ჩინჩალაძეები როგორც არის და ცეცვაძეები რაღაც გააკეთონ აქ მათ ხელშია ხა დანარჩენ სასამართლო სისტემა და ვინმე ნებისმიერი გამოიყო რომელიც იტყვის რომ რაიმე ფორმით საუბარიც კი მქონია კონკრეტულ საქმეზე ესეთ ფაქტს ადგილი არ ქონია და როგორ უნდა ჩავრეულიყავი რაიმე ფორმით საქმეში ან რა ძალაუფლება საბჭოს წევრი ვიყავი თქვენს ხედავთ რომ ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაში ვიყავი თუ როგორ უნდა მოსამართლე მეიძულებია რომ გადაწყვეტილება მიიღო ეს იყო წარმოუდგენელი ჩემი მხრიდან დიდი მადლობა მამუკა რამდენი სრულიად დაუგეგმავი სკანდალური ინფორმაცია მოვისმინეთ დღეს მხოლოდ გადაცემის პირველ ბლოკში მე კიდევ ერთხელ შევანჯობ დავით საყვარელიძისგან და ნიკა გვარამიასგან მოვისმინეთ ლაშა ნაცვლიშვილი როგორც ცდილობდა ფარული ჩანაწერების გაყიდვას რომელშიც ფიგურირებს მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც და შემდეგ ელისო კილაძიმაც დაადასტურა ეს რომ მასთანაც კი იყვნენ მისული და მილიონებს ითხოვდნენ ამ ჩანაწერებში მოვისმინეთ მამუკა ახვლედიანისგან როგორ იყო ჯერ კიდევ 2013 წელს გამზადებული ორი სარჩელი რუსთავიორის წინააღმდეგ რომ მაშინ დაწყებულიყო ქონებრივი დავა და ალეკო ელისაშვილისგან მოვისმინეთ იმის შესახებ როგორც მან თვითონ თქვა როგორ არიან ატუზული პრეზიდენტთან სხვადასხვა წარმომადგენლები ქართული ოცნების და როგორ ითხოვენ მათთან დაახლოებული პირების გათავისუფლებას ციხიდან სხვადასხვა მინდა გითხრათ ბატონო ალეკო პროდიუსერები მეუბნებიან რომ ეკაბესელია უკვე გამოუხმაურა თქვენს განცხადებებს სოციალურ ქსელში დიდი მადლობა ჩვენს ყურადღებას რომ მომაკლებს ხოლმე იმაზე ვდარდობთ თორემ ასე რომ გელით კიდევ ხმაურიანი საღამო გადაცემის დასრულების შემდეგ გიორგი კლდიაშვილთან მინდა დავასრულოთ სწორედ პირველი ბლოკი ჩვენ საუბრობდით უამრავ სტრუქტურაზე სამწუხაროდ რომლებიც ჩართული არიან და მიდიან ერთი მიზნისაკენ რომ პირდაპირ ვიტყვი თუნდაც რუსთავიორის შემთხვევაში ხალხის ხმა ქვეყანაში არ ისმოდეს იმიტომ რომ ჩვენი ტელევიზიით დიახ არაერთი გადაცემით ძალიან ხშირად სწორედ ხალხი პირდაპირ საუბრობს იმ პრობლემებზე რომელიც მათ აწუხებთ ჩვენი კომენტარების გარეშე რომ ავიღოთ აი ეს ფაქტები სადაც ჩართულია სასამართლო ჩვენ ნახეთ ჩართული არიან პარლამენტის წევრები ჩართული არის პროკურატურა და ასე შემდეგ თუნდაც რომ ავიღოთ ერთი ნაზღაიზის ფაქტი აქაც კი გამოვიდა რამდენი სტრუქტურა იყო ჩართული იმისთვის რომ მის ძმას მილიონი მიიღო ბიუჯეტიდან ბატონ გიორგი რა პროცესებთან გვაქვს საქმე და თუ ეს ყველაფერი ასრულდა ისე როგორც ეს ხელისუფლებას უნდა ამას ემატება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით რა ქვეყანას მიიღებთ შედეგად იცით რა არის პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მართლა ბევრი რამ გავიგეთ ამ რაღაც 2 საათის განმავლობაში ბევრი სკანდალური რამაც ითქვა
ალბათ უნდა დაიწყოს გამოძიება იმ საკითხებზე, რაც დაისვა, მაგრამ ახლა გამოძიება იწყება, ძალიან სწორად თქვა, პროკურატურა ყავს, რომელიც გამოძიებას დაიწყებს, მაგრამ ამთავრებს იმას, რომელიც უნდა და არანაირი ნდობა, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან ამ პროკურატურას ნამდვილად არ აქვს. ასე რომ მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ დაიწყება რამე გამოძიება, შეიძლება გამოძიება დაიწყოს, მაგრამ როგორ დამთავრდება და რამდენად სწორად დამთავრდება გამოძიება ნამდვილად არ ვიცი. ეს ცალკე იყოს, მაგრამ იმის მაგივრად რომ საგარეო საფრთხეებზე ვსაუბრობდეთ, იმის მაგივრად რომ ვსაუბრობდეთ ევროინტეგრაციაზე, რომელიც რეალური არის უკვე დღეის მდგომარეობით, საუბრობთ იმაზე, უნდა იყოს ქვეყანაში რუსთავი 2 თუ არა, უნდა იყოს თუ არა ტელევიზია, რომელიც არის კრიტიკული. ცით რა არის ნეტა მომასწრო იმ ხელისუფლებას საქართველოში, რომელიც აღიქვავს და გაიაზრებს რა მნიშვნელობა აქვს კრიტიკულ მედიას ქვეყნისთვის. რა მნიშვნელობა აქვს კრიტიკას იმისთვის, რომ გამოასწორო ის პრობლემები, რაც გაქვს ქვეყანაში. ვერ მივედით მაგამდე, არ ვართ ის საზოგადოება სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემაც არის ზუსტად ეს, რომ დღეს კიდევ საუბრობთ იმაზე, რუსთავი 2, რომელიც ბოლო დარჩა ამ ქვეყანაში. პლატფორმა ძალიან სწორად თქვა გიორგი იმისა, რომ ხალხი გამოვიდეს და თქვას, ხელისუფლება სჭირდება რუსთავი 2 პირველ რიგში იმისთვის, რომ პრობლემები გაიგოს ქვეყანაში, რა თუ ამას ვერ ხედავენ. თუნდაც რომ დაინახონ ეს. და არ აყვავს ეგეთი ხელისუფლება, არ ყავდა ეგეთი ხელისუფლება. დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ რუსთავი 2-ზე მოახდინოს რაღაც ზეწოლა, მოსამართლეებზე. პრობლემა არის ეს, აბა რა არის ხალხო? პრობლემა კი არა, მივდივართ სადღაც უკუნეთისკენ. და პარალელურად ხდება ამ საქმის გამო, თუნდაც მოსამართლეებზე ზეწოლა, თუნდაც კიდევ ერთხელ ნატან აზრაიძის შემთხვევა რომ ავიღოთ უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე, რომ ავიღოთ მამუკა ახვლედიანი. ხელისუფლება ძალიან ხშირად ამბობს, რომ სწორედ რუსთავი 2-ისგან მიდის თითქოს ზეწოლა და რეპუტაციის შელახვა მოსამართლეების. ამ დროს შევხედავთ თვითონ ხელისუფლება რას აკეთებს მოსამართლეებზე. ამდენს არასდროს არავინ არ საუბრობდა. ყველა ინსტიტუტი ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რა უბედურება იყო კონტროლირებული სასამართლო. სასამართლო ეს არის საერთოდ სამართლიანობის და ნორმალური ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. თუ მიიტან შენი ერი სასამართლოზე, საერთოდ აღარ გექნება ქვეყანა. ჩვენ ნახეთ როგორ დაასრულა წინა ხელისუფლებამ, როგორ დაასრულა საბჭოთა კავშირმა, რომელსაც ყველაფრის აბსოლუტურად კონტროლი ჰქონდა, ხომ? არ ხდება კონტროლირებული საზოგადოება წინ ვერ მიდის, ხელისუფლება მთავრდება მალე თუ გვიან და ეს უნდა გაიაზროს ყველამ რა. კიდევ ერთხელ ვიტყვი ნეტა მომასწრო იმ ხელისუფლებას, რომელიც დაინახავს, რომ კრიტიკაში და ღიაობაში არის მისი საშველი. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფუფუნება, რომ ვიყოთ განვითარებული ქვეყანა. ჩვენ ახლა განვითარებაზე უნდა ვსაუბრობდეთ. ალეკო საუბრობდა იმის მაგივრად ეკონომიკაზე ვიყოთ გადართულები ეკონომიკურ განვითარებაზე, იმაზე რომ უამრავი ადამიანი შიმშილის ზღვარს არის, ხომ? იმაზე ვზრუნავდეთ რუსთავი 2-ს შეეშვით რა ხალხო რა. რად გინდათ უბრალოდ მე არ მესმის. რა საჭირო არის რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება? აი რა საჭიროებას წარმოადგენს? თქვენვე დაგუპავთ და ნახავთ ამას ყველაფერს რა. ამის მაგალითები გვაქვს და ისტორია მაინც წაიკითხეთ რა, ვინც ამას ცდილობს რა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დიდი მადლობა ჩვენს ყველა სტუმარს. ჩვენ გადავდივართ უკვე სხვა სტუმრებთან გადაცემის მეორე ნაწილზე. სამწუხაროდ რუსთავი 2 არ არის ერთადერთი, ეს არის ხელისუფლების შტურმი მთლიანად მედიაზე. რამდენიმე წუთში ამ თემას უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხით განვაგრძობთ თანხების დაზოგვის და ტელევიზიის რენოვაციის საბაბით არხის ახალი გენერალური დირექტორი 1 წლით ყველა გადაცემის დახურვას აპირებს. რაბედი ელის 102 გადაცემაზე მომუშავე უამრავ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად უმუშევრად დარჩენა ემუქრება. არხის განახლება თუ არასასურველი ჟურნალისტებისგან წმენდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სამეურნეო საბჭოს წევრები და მედიის წარმომადგენლები უკვე რუსთავი 2-ში არიან და ცოტა ხანში სტუდიაში შემოვლენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ.